საღამოშიდობის ეთერშია პოლიტმეტრი, მე ჟურნალისტი ნინო ჟიჟილაშვილი ვარ. ტელეკომპანია პირველი არხი, რომელსაც თქვენ უყურებთ და რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციების არაერთი კვლევის მიხედვით აღიარებულია მიუკერძოებელ, დამოუკიდებელ და დაბალანსებულ მედიაშად საშუალებად ფიგურირებს წერილში, რომელიც როგორც ბიზნესმენმა მამუკა ხაზარაძემ თქვა, მას შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გაუგზავნა. ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძესთვის გაგზავნილი წერილი პროკურატურამ დღეს გაასაჯაროვა და მოკვლევა, რომელიც ამ თემაზე დაიწყო, იქვე გამოაცხადა დახურულად. შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია არ გამოკითხულა. პროკურატურას მასთან კითხვები არ აქვს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ კითხვები არ გვაქვს ჩვენ. პოლიტმეტრში რამდენიმე წუთში მამუკა ხაზარაძის ადვოკატი ზვიად კორძაძე და კიდევ რამდენიმე საინტერესო სტუმარი, ასე რომ იყავით ჩვენთან 2 საათის განმავლობაში. კონვერტი გაიხსნა. გახარიას წერილის პირველი პუნქტის შინაარსი. გააჩერეთ ტელეკომპანია პირველი. თქვენ წერილი გინდათ თუ სიხარო? გასაოცარი დემოკრატიის მე-7 წელი. პოლიტმეტრში დღეს დეტალებით მამუკა ხაზარაძის ადვოკატი ზვიად კორძაძე. ეს კინო უკვე ნანახი მაქვს, პირველი სერია გადავიტანეთ, წერს სოციალურ ქსელში, TV პირველის დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელი ვახტანგ წერეთელი. მისი პოზიცია ასეთია. გამოქვეყნებული წერილის შინაარსი TV პირველის მხრიდან აღქმულია როგორც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი არხის გაკონტროლების სურვილი, რადგან 11 წლის წინანდელ საქმეში, რომლითაც ხაზარაძეს დაუპირისპირდნენ, მოგეხსენება ჩემი კომპანიები და ინიციალების ფიგურირებს. მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ სწორედ ამის გამო შეიძლება მოეთხოვათ ხაზარაძისთვის გადმოეცა ჩვენთვის გზავნილი TV პირველის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლასთან დაკავშირებით. საზოგადოებას კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა, რომ TV პირველი მხოლოდ საკუთარი შემოსავლით არსებობს და ეს შემოსავალი არის გამჭვირვალე. ამ არხის სარედაქციო დამოუკიდებლობას განსაზღვრავს არხი და მისი ჟურნალისტები. არხის სარედაქციო პოლიტიკა არ ექვემდებარება არანაირ პოლიტიკურ ან სხვა სახის კონიუნქტურასა და ტრენდს, რასაც ადასტურებს საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების დასკვნები და ამ არხზე მომუშავე ჟურნალისტების რეპუტაცია. არხი დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკით გააგრძელებს მუშაობას და ეს არასდროს შეიცვლება პოლიტიკური კალენდრის მიხედვით. პატივისცემით ვახტანგ წერეთელი. და მოდით ვნახოთ კიდევ ერთხელ რა წერია წერილში, როგორც მამუკა ხაზარაძე ამბობს, გზავნილი მას შუამავალმა გადასცა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ. მაშინ, როდესაც ქართულ ოცნებას ძალების სრული მობილიზაცია დაჭირდა, ადმინისტრაციული რესურსის სრული ჩართვით, გავლენის ქვეშ არსებული მედია საშუალებების საგანგებო რეჟიმზე გადაყვანით, პარტიის ლიდერს ბიძინა ივანიშვილს კი 600,000 ამორჩევლის ვალების დაფარვაც დაჭირდა იმ პერიოდში, ალბათ გახსოვთ. მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ წერილი სწორედ ამ დროს მიიღო. და რა წერია წერილში, დადასტურებულად ვიცით, რომ გვებრძვით ეუბნებიან მამუკა ხაზარაძეს და აქ საქმე არ ეხება მხოლოდ ფინანსებს. ჩვენ ვთქვით, რომ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, თუმცა თქვენი მხრიდან გრძელდება დესტრუქციული ქმედებები. ყველანაირი წინაპირობების გარეშე. პირველი, უახლოეს 5 დღეში TV პირველი უნდა დაჯდეს TV იმედის ტრენდზე, გადავიდეს მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმზე. ეს უნდა დავინახოთ არხის სარედაქციო პოლიტიკიდან გამომდინარე. მეორე, მხმ, ანუ მამუკა ხაზარაძემ უნდა გააკეთოს ოფიციალური განცხადება, რომ მისთვის მიუღებელია ნაციონალური მოძრაობის რევანში. ქართულ ბიზნესს კარგად ახსოვს, როგორ ექცეოდნენ მას ნაციონალური მოძრაობის პირები და რომ ამის გამეორება მიუღებელია. მან უნდა მოუწოდოს ბიზნესმენებს, მათ ვისაც მსგავსი პოზიცია აქვს, გაერთიანდნენ და ერთობლივად იმოქმედონ. შემდეგ უკვე მისი ინტერპრეტაციაა შესაძლებელი. და მესამე, არტარიას უნდა დაეტყოს ობიექტურობის მაღალი ხარისხი. ამ შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ ვაწარმოოთ ჯანსაღი მოლაპარაკებები ყველანაირი წინაპირობების გარეშე. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენ ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ საშუალებას და გავაკეთებთ ამას საჯაროდ, შიდა და საერთაშორისო მომხმარებლისთვის. ვნახოთ რა თქვა პროკურატურამ, როდესაც ამ თემაზე დღეს მოკვლევა შეწყვიტა. მამუკა ხაზარაძემ დაკითხვისას წარმოადგინა კომპიუტერულ პრინტერზე დაბეჭდილი ეგრეთ წოდებული დოკუმენტი, რომელსაც არ გააჩნია არანაირი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები და ნიშნები, მათ შორის არც შედგენის თარიღი, ადგილი, შემდგენის ვინაობა, ხელმოწერა და სიტყვიერად კი განმარტა, რომ მუხარის წერილის დედანი კვლევისთვის საზღვარგარეთ აქვს გაგზავნილი და ამიტომ გამოძიებას წარმოუდგინა მხოლოდ მისი ასლი. გარდა ამისა, მან არაერთი მოთხოვნის მიუხედავად არ დაასახელა ამ შუამავლის ვინაობა, ვინც მას ეს ეგრეთ წოდებული წერილი მისი სიტყვების თანახმად გადასცა.
აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით გამოძიება ამ ეტაპზე მოკლებულია მამუკა ხაზარაძის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმების და მისი უტყუარობის დადგენის შესაძლებლობას, რადგან ვერც დოკუმენტის ავთენტიკურობის დადგენის მიზნით მოახდენს ექსპერტული კვლევის ინიციირებას, რადგან სახეზე მხოლოდ ეგრეთ წოდებული დოკუმენტის ასლია და ვერც ეგრეთ წოდებულ შუამავალს გაკითხავს მოწმე ხაზარაძის მიერ მისი ვინაობის გაუმჟღავნებლობის გამო. სურს უკითხოთ TV პირველი ჟურნალისტებს აქ თუ არა რაიმე ბერკეტიან გავლენა ბატონ მამუკა ხაზარაძეს მათზე. ეს არის პასუხი, რომელიც ქართულმა ოცნებამ მოიფიქრა და უმრავლესობის ლიდერმა დასვა. როგორც რიტორიკული შეკითხვა, დღეს საღამოს გამართულ ბრიფინგზე არჩილ ტალაკვაძისთვის მარტივად არის შესაძლებელი პასუხის გაცემა არა. შემდეგ კითხვებს, რაც უკვე ჩვენ გვაქვს უმრავლესობის მიმართ, გიავალსკი უპასუხებს პოლიტმეტრის მეორე ნაწილში, მანამდე ვნახოთ კომენტარები, რომელიც დღეს ამ საკითხის ირგვლივ გაკეთდა. რა უნდა ჩავთავოთ თავანტკიცებულებად. რეალურად ჩვენ ნახეთ ამობეჭდილი ქაღალდის ასლი, რომლის არც ავტორი ჩანს, არც შედგენის თარიღია და როგორც თქვი, არც რაიმე სხვა მაიდენტიფიცირებელი ნიშანი ამოცემულობით წერილს არ გააჩნია. აუგებარია საერთოდ რა შუაშია ბატონ ხაზარაძესთან და მის საქმესთან TV პირველი. რა თქმა უნდა, გსურს კითხოთ TV პირველის ჟურნალისტებსაც, რაიმე ბერკეტი ან გავლენა აქვს თუ არა ბატონ მამუკა ხაზარაძეს მათზე. ფაქტი იმის თაობაზე, რომ ამ წელის ადრესატი არის ბატონი კახარია, არ არსებობს, იმიტომ რომ არანაირი მონაცემი ამ იქნებ თქვენ ხართ ადრესატი? იქნებ თქვენ დაინტერესებული ხართ თეორიულ დაშვებას ბაყარებო, თქვენი ტელევიზიის პოპულარიზაციით და ამის გამო თხსავთ ამ ლეგენდას. ადგილი აქვს პოლიტიკური იმუნიტეტის მოპოვების მცდელობას შესაძლო აფიორასთან დაკავშირებით. საზოგადოებაში არსებობს აზრი და ყველა რაციონალურად მოაზროვნე ადამიანს გაუჩნდება შეკითხვა. ეს ფარატინა ქაღალდი არის საფუძველი იმის, რომ ვისაუბროთ შანტაჟზე ან უქარაზე? იქნებ გახარიას ხელის ანაბეჭდებიც კი აღმოჩნდეს გაგზავნის წინ იქნებ გადაიკითხა კიდევ ერთხელ და ჩაეღიმა, ასე ვთქვათ, გულში აი რა მაგარი, ასე ვთქვათ, შანტაჟის წერილი დამეწერიაო. ეს წერილი ასევე ადასტურებს იმ მოვლენებს, რაც ხდებოდა TV პირველთან დაკავშირებით, როდესაც შარშან უნდათ ამ დამოუკიდებელი არხის დახურვა. ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლების თავარი მიზანია, რომ არ არსებობდეს არც ერთი დამოუკიდებელი ტელევიზია. როგორ წარმოუდგენია პროკურატურას ხელმოწერა უნდა ყოფილიყო ზედ კონკრეტული ადამიანის, თითის ანაბეჭდი უნდა ყოფილიყო დატოვებული თუ რა უნდა ყოფილიყო იმისათვის რომ გამოძიება წავიდეს კონკრეტული მიმართულებით საკმარისი მტკიცებულებაა, მაგრამ მარტივად რო ვთქვათ, პროკურატურა ამ საკითხის ბოლომდე მიყვანი არ არის. პოლიტმეტრის პირველი სტუმარი ზვიად კორძაძე, ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის ადვოკატი. საღამოშიდობისა ბატონ ზვიად, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. პირველი კითხვა, რას ნიშნავს თქვენთვის ფაქტი, რომ მოკვლევა დაიხურა და რომ პროკურატურამ თქვა, რომ უტყუარობის დადგენის შესაძლებლობა ამ წერილის ამ ეტაპისთვის არ არსებობს? მოგესალმებით კიდევ ერთხელ. მოკვლევა არ დახურულა, არც დაწყებულა არაფერი, იმიტომ რომ გუშინ მამუკა ხაზარაძე დაიკითხა იმ საქმის ფარგლებში, რომელსაც ფულის გაათრების კუთხით აწარმოებს პროკურატურა, არავით არის სხვა საქმისზე რაიმე ქმედებები არ დაწყებულა. შესაბამისად ეს ცალკე იყო პრობლემა, რაც მე სასამართლოში გუშინ აღნიშნე, იმიტომ რომ საქმეში, რომელსაც პროკურატურა აწარმოებს მამუკა ხაზარაძის მიმართ ისმის გარკვეული ბრალდებები, თუმცა ჯერ მოწმის სტატუსითაა და მეორე მხრივ ეს საქმე კიდე თუ კი დადასტურდება მამუკა ხაზარაძის განცხადებები, იქ დაზარალებული უნდა ყოფილიყო. როგორ ათავსებს ამ რაღაცას პროკურატურა გაურკვეველი. მეორე საკითხი, რაც ჩემთვის გასაოცარი არის ის, რომ თბილისში რომ დედანი არ იყო და გაგზავნილიყო ექსპერტიზაზე და შრომავალი არ სახელდებოდა, ამასთან დაკავშირებით პროკურატურამ გაიგო 10-15 წუთში გუშინ პროცესის დაწყებიდან. მაშინ რას ვაკეთებდით დანარჩენი საათი და 45 წუთი, როდესაც პროკურატურა დეტალურად კითხავდა მამუკა ხაზარაძეს იმაზე, თუ იმ საღამოს, როდესაც გაიგო და წერილი მოუტანეს ვინმე სხვა რესაურა ამ საკითხზე და ჩაიწერა გვარები იმ ადამიანების და თანამშრომლების, ვინც მამუკა ხაზარაძემ დაასახელა
შემდეგ მამუკა ხაზარაძემ ასევე დაასახელა ბიზნესმენთა შეხვედრა იანვარში, სადაც გვარებში ჩაეკითხა პროკურატურა მინისტრებოდა და დაასაბუთა იმით, რომ მათი გამოკითხვა ჭირდებოდა. ასევე ელჩებთან დაკავშირებით მისცა მამუკა ხაზარაძემ ინფორმაცია, რომ მათაც გააცნო ეს სიტუაცია. ასევე უთხრა, რომ 2 ნოემბერს გამოაქვეყნა იმ წერილის საპასუხოდ თავისი განცხადება, რომელშიც კონკრეტული ადამიანი ეხმარებოდა მომზადებაში და მისი გვარიც დაასახელა. სხვა რა უნდა მაშინ ეს ყველაფერი რა სჭირდებოდა პროკურატურას, როდესაც საათი 45 წუთი კითხავდა კიდე შემდეგ მამუკა ხაზარაძეს. თუ კი თავიდანვე ცხადი იყო, რომ თუ მათ არ ჰქონდათ დედანი, მაშინ რაფერს გააკეთებდნენ. ამიტომ ძალიან გასაკვირი არის ის, რაც ესე არასრულ ერთ დღეში გამოცხადდა, რომ ამ საქმეზე სამართლებრივი ქმედებები. ბატონ ზუიად, აი თქვენი მოლოდინი რა იყო, რომ ყოფილიყო თქვენ ახლა აი ამ მოსაზრებით, რასაც ვეუბნებით, ერთმნიშვნელოვნად აღარ განიხილავთ პროკურატურას როგორც ამ საქმეში დამოუკიდებელ უწყებას. რომ ყოფილიყო თქვენი აზრით პროკურატურა დამოუკიდებელი, მას რა უნდა გაეკეთებინა, რომ წასულიყო სწორი გზით? ნინო, მოდით ახლა მე და თქვენ ვიმსჯელოთ, დავანებოთ იურიდიულ განათლებას თავი და თქვენ რას გააკეთებდით ამ შემთხვევაში, როდესაც გისახელებენ, რომ წერილი, რომელზეც მამუკას აქვს განცხადება, რომ ამ წერილზე მეორე დღეს უპასუხე. ჩემი რეაქცია იყო ესეთი, იმ საღამოს ეს წერილი გავაცანი ადამიანებს. ანუ ალბათ გამოკითხავდით ამ ადამიანებს, რომ მართლა ანუ დღეს მოიგონა მამუკა ხაზარაძემ ეს წერილი თუ უკვე 1 ნოემბერს ამ წერილზე საუბარი იყო და არსებობენ თუ არა ამის მოწმეები. ეს გაზრდიდა სანდოობის ხარისხს იმაზე, რომ ეს წერილი მოგონილი არ არის, ხო? რამდენად შეშფოთებული იყო მამუკა ხაზარაძე, რატომ მომზადდა ეს წერილი, შემდეგ რატო ილაპარაკა ამ წერილზე იანვარში, ილაპარაკა თუ არა ბიზნესმენებთან, შეხვდა თუ არა ელჩებს, ამ ყველაფერზე თუ მიიღებდი დადებით პასუხს და ამის პარალელურად ინგლისიდან ჩამოვიდოდა რაღაც დოკუმენტი, რომელიც ან დააფიქსირებდა, ან ვერა, მას ესეც არ არის ცალსახა ანაბეჭდებს, რომელიც გაგზავნილი აქვს მტკიცებულებათა ერთობლიობით მიიღებდი გადაწყვეტილებას ამ საკითხთან მიმართებაში. ალბათ ესე მოიქცეოდით, ხო? მეც ალბათ ესე მოიქცეოდი, ეს აპრიორი არ ნიშნავს რაღაცის მოკვლევის დაწყება, რომ ვინმე განცხადება დასტურდება, მაგრამ არასრულ ერთ დღეში ამის უარყოფა ამ ყველაფრის გარეშე, როდესაც საკმაოდ გააქვს იმის საშუალება, რომ გამოიკითხო და შეისწავლო საკითხი, ნამდვილად გასაკვირია და ტოვებს იმ შთაბეჭდილებას, რაც გუშინ მამუკამ თქვა პროკურატურასთან, მათ განაცხადა, რომ ეს არავითარი ნდობა არ აქვს და არ უცხადებს ნდობას, იქიდან გამომდინარე, რომ იგივე ქმედებები ხორციელდება მის მიმართ იმ საქმეში, რომელიც თითქოს და ფულის გადათების პრობლემაა. ბატონ ზუიად, აი, როდესაც თქვენ ამბობთ, რომ გააგზავნეთ წერილი, ჩვენ ვიცით ხო ახლა ეს პროცესი უკვე მაქსიმუმ ელით, რომ იმ წერილზე შესაძლოა იყოს თითის ანაბეჭდები, რომელიც შეიძლება დაემთხვეს რომელიმე მინისტრის ან ვინმეს ანაბეჭდა. ხო, ეს არის ძალიან მცირე ალბათობა, რომ ალბათ დადასტურდეს, ხო? ჩემი აზრით ახლა მოყვებით ამ ლოგიკაში. იყო თუ არა რისკი საერთოდ ამ წერილზე საუბრის დაწყება? როდესაც თქვენ იწყებდით ამ წერილზე საუბარს, იყავით თუ არა მზად იმისთვის, რომ შეიძლება და უკან შემოგბრუნებოდათ ეს წერილი, როგორც მოგონილი, როგორც ასეთი არარსებული, რომელიც მოიგონეთ, აი შინაგან საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ესო იმუნიტეტისთვის მოიგონაო ერთმა პრივილეგირებულმა ბიზნესმენმაო და აი გავყვეთ მოდით მის ლოგიკას. ამას ელოდით? კითხვა დაგისვამთ, ამ კუთხით დავსვამ კითხვას. ნაკლებად მწვავე იყო სიტუაცია, თუ რომ არ ეხსენებინა მამუკა ხაზარაძეს წერილი, ამითი რაღაცა უფრო მეტად დამძიმდა და მიეცა ფონი. დამძიმდა, კი, ბატონ ზუია, დამძიმდა, იმიტომ რომ ნახეთ რა თქვა მამუკა ხაზარაძის მხარემ, რომ მას პირადად შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც ასოცირდება პირდაპირ ივანიშვილთან, მას ჰქონდა კონტაქტი და აძალებდა კონკრეტულ დამძიმდა ფონი მამუკასთვისაც ხომ დამძიმდა ფონი, მან ხო იცოდა რა ტიპის წერილი დამძიმდა საქმე. ერთადერთი აქ შესაბამისად ერთადერთი აქ რაც შეიძლება ვიფიქროთ, რომ ადამიანმა გადაწყვიტა თქვას ის, აი უბრალოდ გეკითხებით ახლა გაეცანით ტექსტს, ხო? ვინმესთვის რაიმე დაბრალება რომ უნდადეს, ეს ტექსტი ცოტა სხვანაირი არ იქნებოდა კიდე რაღაც უფრო ესეთი ტექსტი თუ მამუკას ხელში იყო, ანუ ორი ალბათობა გვაქვს, ან არ მიუღია წერილი, ან მიიღო, ხო? შესაბამისად
არ მიღების შემთხვევაში რა ლოგიკა უნდა ქონდეს მამუკა ხაზარაძეს, რომ წერილზე დაიწყოს საუბარი, რომელიც არ არის ხელმოწერილი და წამგებიან მდგომარეობაში ჩაიყენოს თავი, გარდა იმისა, რომ მართლა მიიღო წერილი და მეორე ლოგიკა ხომ არა გვაქვს საქმე სიმართლესთან, რომელიც უბრალოდ მამუკა ხაზარაძემ არ დაფარა და თქვა ის რაც იყო. რომ ეთქვა მამუკა ხაზარაძეს, რომ არა არ გამოუგზავნია წერილის ფორმით და შემომითვალეს, რა შეიცვლებოდა. თუ დაბრალება უნდა ვინმესთვის, მაშინ ხომ ეს სიტუაცია არ გამიშტობლებს და შეიძლება ამ ლოგიკაში წამოყვეთ ახლა თქვენ მსმენელი, მით უმეტეს რომ აქ სამი მოთხოვნა იყო ხომ ამ წერილში და ორი ეხებოდა ორ სხვადასხვა მედია საშუალებას და ამას ცალკე მექნება კითხვა და ერთი ეხებოდა მისი პირადი პოზიციის გამოხატვას მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერასთან დაკავშირებით და მე ხელთ მაქვს ახლა ეს შესრულებული მოთხოვნა მამუკა ხაზარაძის მხრიდან შეგვიძლია ვაჩვენოთ კიდევაც ფოტო გადაღებული მისი განცხადების. მან თქვა დაკითხვის დროს რომ ეს მოთხოვნა შეასრულა. მან ერთი მოთხოვნა შეასრულა. მან თქვა რომ ესე იგი ნახეთ შევახსენებ მაყურებელს რომ ახლა გაცილებით რთული და გამოწვევით სავსე რეალობის წინაშე დავდექით ეს არის რევანშიზმი რომელსაც შეუძლია ქვეყნის განვითარება რამდენიმე წლით შეაფერხოს და გამოიწვიოს ქაოსი. მოკლედ მან ორ გვერდიანი აი ორ გვერდზე არის ეს ამობეჭდილი დიდი წერილი მიუძღვნა მოთხოვნა მან შეასრულა მეორე პუნქტი. ამიტომ გავს სიმართლეს რომ მას ეს განმარტებაც გამოძიებისთვის დიახ, მან განმარტა, რომ შეასრულა დღეს მიაჩნია რომ ეს შეცდომა, თუმცა შინაარსობრივ ნაწილში არაფერი მისი გადმოსახედიდან ისეთი არ არის, რომელსაც ახლა არ ეთანხმება, მაგრამ ის შეასრულა არა თავისი ნებით, როგორც განმარტავს შესაბამისად და მოტივი იყო ერთადერთი, რომ ფიქრობდა, რომ ამით TBC ბანკს და ანაკლიას ააცილებდა შემდეგ საფრთხეებს. რაც შეეხება დანარჩენ მოთხოვნებს, ის ვერ შეასრულებდა, იმიტომ რომ არავითარი კავშირი არ აქვს TV პირველთან და ეს მოთხოვნები ისედაც გაუგებარი დარჩა, იმიტომ რომ ეს მას მიაჩნია რომ ვიღაცას გონია რომ მას TV პირველთან რაღაც კავშირი. აი სწორედ ეს მინდოდა მეკითხა რა ტიპის გზავნილი იყო შუამავლის მხრიდან, როგორ უნდა მოეხერხებინა მას TV პირველზე გავლენის მოხდენა, სარედაქციო პოლიტიკის ცვლილება, რაღაცა ტრენდში მისი ჩაძენა. შუამავლის მხრიდან მოტანილი იყო ეს წერილი, რომელიც თქვენთან კიდევ რაღაც საფუძველი ხომ მქონდა აი ამ მოთხოვნას ხაზარაძის მიმართ, ხო? დაშვება მე შინაარსობრივ ნაწილში ვერ შევალ, კიდევ ერთხელ გეუბნებით, მე ადვოკატი ვარ და მხოლოდ სამართლებრივი ნაწილის შემიძლია რა იდგა მოთხოვნის უკან, რატო იყო მოთხოვნა, რა მოხდა ამის შემდეგ, ეს აი შინაარსობრივი ნაწილი, რომელსაც ალბათ თვითონ მამუკამ გასცა პასუხი და კიდევ უნდა გასცეს. მე უბრალოდ გეტყვით პოზიციას სამართლებრივს, რომ როდესაც ადამიანმა წარმოადგინა წერილი იმ ფორმით, რა ფორმითაც ჰქონდა. რასელოდა პროკურატურა რომ ნოტარიულად დამოწმებული იქნებოდა ეს წერილი, კანცელარიაში გატარებული თუ აი თუ ესეთი ფორმით იქნებოდა მოტანილი, ამას გამოძიება რაღაც ჭირდება. და თუ ისეთ გამოძიებას ჭირდება ზუსტად ისეთ საკითხებს, რომელიც არ არის ნათელი თავიდანვე და რაღაც საგამოძიებო მოქმედება უნდა შეასრულო და შემდეგ გამოიტანო დასკვნა. მე როგორც იურისტი ვაფასებ ამ სიტუაციას, მე მართლა მეგონა, ახლა არავის არ ეგონოს რომ ილუზია მქონდა რომ ან მამუკას რომ ეს რაღაცით დამთავრდებოდა, მაგრამ ნამდვილად არ მეგონა თუ ეს ერთი დღე-ღამის განმავლობაში შეწყდებოდა, ნამდვილად არ მქონდა ამის მოლოდინი. მაგრამ ფაქტის სახელზეა. რაც დავქენია, რასაც მივიღებთ ინგლისიდან პასუხს, იმას მივადავწევთ. რა დროშია ეს შესაძლებელი? თქვენ რა ვარაუდი გაქვთ, რა მოლოდინი გაქვთ, რაღაცა მაქსიმუმი აქვს ხომ რაღაცა პერიოდს? ხო, ალბათ თვეები არ დაჭირდება ამას, მაგრამ ზუსტი დრო ამ ეტაპზე არ ვიცი. მაგრამ თქვენ ალბათ მზად ხართ იმისთვის, რომ შესაძლოა ამ წერილმა ახლა უკვე რაც ექსპერტიზის სახით, დოკუმენტის სახით მოვა ბრიტანეთიდან, შეიძლება არ მოიტანოს თქვენთვის სასურველი შედეგი. აი მაშინ რა უნდა გქნათ, რა არის გეგმა B? არა, ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ აი თქვენს კითხვაშიც ჟღერზე და შეიძლება სხვასაც აქვს რომ ეს რაღაც გეგმის ნაწილი. არაფერი, მამუკამ თქვა რომ ეს არის სიმართლე, მე მოვიტანე წერილი. ესე მოვიდა. მამუკასთვის აი დღესაც ამ წერილის თემა რეალურად გადაფარა რეალური პრობლემა, რაც არის რომ ადამიანის მიმართ მიმდინარეობს გამოძიება არარსებული მუხლით და შესაბამისად არარსებული მტკიცებულების ფონზე ის რომ მისი როგორც მოწმის ჩვენებები აქ პრობლემა სხვა რამეში ეს წერილი არის მესმის რომ ძალიან ხმაურიანია პრესისთვისაც, მაგრამ წერილი არის ერთ-ერთი ნაწილი, რომლის არსებობა არარსებობა ძირითად პრობლემას არ ხსნის.
წერილი რომ არ ყოფილიყო და არც დაესახელებინა მამუკა ხაზარაძეს ეს წერილი იმის შიშით რომ ვერ დაამტკიცებდა რა შეიცვლებოდა ამით იმისთან მიმართებაში რომ მის მიმართ უკანონოდ მიმდინარეობს გამოძიება და ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ მე მესმის პრესის და მასმედიის და საზოგადოების ინტერესი წერილის მიმართ მაგრამ არ არის ამ საქმეში წერილი მთავარი საქმეში მთავარი ის უკანონობა რომელიც მიმდინარეობს მის მიმართ კი ბატონო თუმცა რაზეც თქვენ მე გამომეხმაურეთ რომ აი ბატონო ზუიად უკაცრავად რომ გეგმა რაღაცა ჩვენ ვაბუქებთ და რაღაც რატომ არის ცუდი თუ კი თავს გესხმიან რომ გეგმა გქონდეთ მე ძალიან ჯანსაღ გეგმაზე გეკითხები და არა რაღაც შეთქმულებითი ტიპის გეგმაზე მე გეკითხებით გეგმზია ბუნებრივად მე რაღაც ტაქტიკური გეგმა გაქვთ ხომ ხო მე რა თქმა ჩვენ რა თქმა უნდა გეგმა გვაქვს და შესაბამისი გეგმა გვაქვს ძირითად ბრალდებასთან მიმართებაში წერილთან მიმართებაში უბრალოდ დაფიქსირდა ის რაც იყო განჩენი პროკურატურის საქმე იყო და პროკურატურამ თქვა რომ ამაზე სამართლებრივ რეაგირებას არ აპირებს თუმცა ნახეთ აი ბატონო ზუიად უკაცრავად აი ვიდრე ბოლოსში წავალთ ძირითად ნაწილისკენ და გავწდებით წერილს აქ ოქროს ფასი აქვს შუამავალს თქვენ ჩემზე უკეთ იცით ეს და ალბათ იმან ვინც ეს წერილი გამოაგზავნა თუ კი გამოაგზავნა მოდი როგორც ობიექტურმა ჟურნალისტმა მაინც ასე უნდა ვთქვა შუამავლის დასახელების რაღაცა 1% 10% თქვენ ნახე 50% არსებობს რა ფიქრობთ ამას დაცვის მხარე მოდით ესე ვთქვათ შუამავლის დასახელება არ მოხდა მარტივი მიზეზის გამო ესეც მამუკამ განმარტა რომ ეს არ არის შეთანხმებული შუამავალთან და მის ინტერესებიდან გამომდინარე თუმცა დღევანდელი ქმედების მერე როცა საქმე არ გრძელდება მე თქვენ ჩამოგითვალეთ იმ ადამიანების დაახლოებით იქ დასახელებული იყო თუ მეხსიერება არ მღალატობ 7-8 ადამიანი აი 7-8 ადამიანი რომელსაც ამ საქმეზე შეიძლება რაღაცა თქვა არ იქნა გამოკითხული და რატო უნდა კონდეს განცდა მამუკა ხაზარაძეს რომ შუამავალი რომ გამოიკითხება ამით რაიმე დამოკიდებულება შეიცვლება ანუ ხონდა პროკურატურას სამუშაო ესე ვთქვათ და ის არ გააკეთა და ახლა რაც შეეხება შუამავლის დასახელებას ეს იდეაში შუამავლის გადასაწყვეტია რომელიც შეიძლება შეიცვალოს და რაღაც ეტაპზე დასახელდეს და თქვას კიდევაც. კარგით, აი ბოლოს მინდა კითხოთ, რა გიღა შუამავლების პრაქტიკა უკვე გამოყენებულია ხაზარაძის შემთხვევაში, მაინტერესებს არსებობს თუ არა ამ ეტაპზე რაიმე ტიპის კომუნიკაცია სურვილი დალაგების ბჭყალებში ჩავსვათ ეს სიტყვა თქვენთან და მამუკა ხაზარაძის მხარესთან სიტუაციის. ხო, მესმის, მე ადვოკატი ვარ ამ საქმეზე და ფლობ ინფორმაციას რომელიც სამართლებრივად ჭირდება ამ ინფორმაციის ფარგლებში არავითარი კომუნიკაცია არ არსებობს გარდა ოფიციალური კომუნიკაციისა რაც ითვალისწინებს დაკითხვას მამუკასი ან ბადრის იმ დროს როდესაც პროკურატურა დაუძახებს მეტი არ არის და ხომ არ იცით შემთხვევით მაშინ ასე ვიკითხავ რა გიღა ასეთ ტიპის კითხვებს არ პასუხობ მაინც კითხავთ ხომ არ იცით შემთხვევით რატომ არ ახსენებს თქვენი დაცვის ქვეშ მყოფი ბიძინა ივანიშვილს ის ძალიან უფრთხილდება პირადად მის ხსენებას ერთხელ ვამბობ მე მაგ ჩემი სამართლებრივი ჩარჩო რომელშიც ვაწარმოებ ამ საქმეს მეორე კუთხით ის მოცემულობა რაც გვაქვს დღეს მამუკა ახსენებს იმ ორგანოებს იმ ადამიანებს ვისთანაც შეხება ქონია თუ რაღაც ეტაპზე ჩათვლის საჭიროთ მე მგონი ახსენა კიდევაც საკომიტეტო მოსმენაზე იმ კონკრეტულ მიმართულებასთან რაცთანაც შეხება ქონდა შესაბამისად ეს ჩემთან არ არის კითხვა მამუკასთან არის მე რაც დასკვნაც მაქვს ამ ეტაპზე სამართლებრივ ნაწილში არ მონაწილეობს და ალბათ იმდო არ ახსენებს კარგით მადლობთ მადლობა ზუიად კორძაძეს მამუკა ხაზარაძის ადვოკატს რომელიც პასუხობდა ჩვენს შეკითხვებს ეკა გიგაურთან გადავინაცვლებთ საერთაშორისო გამჭვირვალობის აღმასრულებელი დირექტორთან საამშვიდობის ეკა მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად აი რას ვიგებთ მოცემული სურათით დღეს რა შეემატა და გუშინა ამ წერილის ჯერ არსებობის გაჟღერების შემდეგ რაც წერი არსებობს და შემდეგ უკვე დღეს უკვე როდესაც ვნახეთ ეს შინაარსი სადაც ფიგურირებს ორი ტელეკომპანია ძალიან გასაოცრად მოულოდნელად და თქვენ მაინტერესებს რა ტიპის ანალიზს აკეთებთ აი მოცემულობის ხო, ну, სანამ თვითონ უშუალოდ ამ წერილის შინაარსზე გადავიდოდე, ზოგადად რომ შევაფასოთ რა ხდება ამ საქმესთან დაკავშირებით, ის არის რომ ჩვენ კიდევ ერთხელ დავინახეთ რომ ჩვენი პროკურატურა სამწუხაროდ არ არის დამოუკიდებელი და სხვადასხვა სავარაუდო დანაშაულის გაჟღერების შემთხვევაში და იმ შემთხვევაში თუ კი აქ მონაწილეობენ
სავარაუდოდ ის ადამიანები, რომლებიც მაღალჩინოსნები არიან, რა თქმა უნდა, საზოგადოებას არ შეიძლება კონდეს მოლოდინი, რომ პროკურატურა ადეკვატურად რეაგირებას გააკეთებს ამ საქმესთან დაკავშირებით, ხო? ახლა თქვენს წინა რესპონდენტს უსმენდი და ელემენტარულად საქმეც კი არ აღუძრავთ, მას შემდეგ რაც აი ეს ინფორმაცია გაჟღერდა, მას შემდეგ რაც პირველად მისცა ჩვენება მამუკა ხაზარაძემ და აი იმის შემდეგ უკვე რაც მან გააჟღერა ამ წერილის არსებობასთან დაკავშირებით ინფორმაცია საქართველოს პარლამენტში, ხო? რა უნდა გაეკეთებინათ, ჩვეულებრივად საქმე უნდა აღეძრათ, ამის შემდეგ გასაგებია უნდა დაეკითხათ აბსოლუტურად ყველა ადამიანი, რომელიც ფიგურირებს ამ საქმეში და ამის შემდეგ თუ კი იქნებოდა დიდი საზოგადოებრივი ინტერესი, გაეკეთებინათ განცხადება, ხომ? დღეს ჩვენ ვნახეთ, რომ მხოლოდ მამუკა ხაზარაძის დაკითხვის შემდეგ, თუ გამოკითხვის შემდეგ, რომელიც მოხდა სხვა საქმის ფარგლებში, მათ გამოიტანეს დასკვნა, რომ ამ ფაქტს ადგილი არ ქონია და ამის ყველაფრის, ასე ვთქვათ, ამ დაჯერებაში, რომ აქ არაფერი არ ხდება, ჩაერთო სრულიად ქართული ოცნება, ისინი აწყობენ ბრიფინგებს ამ საკითხთან დაკავშირებით და არწმუნებენ საზოგადოებას, რომ თურმე პროკურატურა სწორედ მოიქცა და ხაზარაძე არის, ვინც მოდით ასე დავსვათ საკითხი, რა უნდა გაეკეთებინა დამოუკიდებელ პროკურატურას ამ საქმეში, რომ კითხვის ნიშნები არ დარჩენილიყო აი ამისთვის. ხო, ну პირველ რიგში, როდესაც იკითხებოდა პირველი გამოკითხვა რომ იყო ბატონი მამუკა ხაზარაძის, მაშინ მან თქვა რომ მან გააჟღერა ასეთი ინფორმაცია და რა თქმა უნდა დამატებითი კითხვები უნდა დაესვათ და გამოძიება ამ მიმართულებითაც უნდა წასულიყო. ну კარგით, ახლა ეს არ მოხდა, მაგრამ მას შემდეგ რაც ეს გაჟღერდა ინფორმაცია საქართველოს პარლამენტში, კიდევ ერთხელ მათ უნდა აღეძრათ საქმე კონკრეტული მუხლით, კვალიფიკაციით და ამის შემდეგ დაეკითხა აბსოლუტურად ყველა, ვინც ფიგურირებდა ამ საქმეში. არა მხოლოდ მამუკა ხაზარაძე, არამედ შინაგან საქმეთა მინისტრი და დღეს ახლა ჩვენ გვესმის ადვოკატის მხრიდან, რომ დაახლოებით 6 თუ 5 ადამიანი დაასახელა მამუკა ხაზარაძემ, რომელსაც მან შეატყობინა ამ წერილის არსებობასთან დაკავშირებით. ცხადია, ნორმალურ ქვეყანაში ნდობა იქნებოდა პროკურატურის მიმართ და ეს წერილი ინგლისში კი არ გაიგზავნებოდა ექსპერტიზისთვის, არამედ თვითონ პროკურატურა აიღებდა და პროკურატურა გააკეთებდა ექსპერტიზას. ხო? ანუ ესეთი რაღაც რომ არ ხდება ჩვენს ქვეყანაში, ეს არის ძალიან დიდი პრობლემა და დღეს ჩვენ ეს TBC-ის საქმიდან ვხედავთ ამას. კიდევ ერთხელ ვხედავთ, რომ პროკურატურის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პრობლემები და ეს არის სამწუხარო, იმიტომ რომ ყველამ შეიძლება თქვას ყველაფერი, ხომ? იგივე ხაზარაძემ რომ გააჟღერა ინფორმაცია ამ წერილთან დაკავშირებით, ну გააჟღერა, ხო და ზოგს შეექმნა წარმოდგენა, რომ ეს შეიძლება იყოს სიმართლე, ზოგმა იფიქრა, რომ ეს შეიძლება იყოს ტყუილი, ხო? მაგრამ მას შემდეგ უკვე როდესაც ჩვენ უყურებთ რა გააკეთა პროკურატურამ, რომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ უბრალოდ მიეჩქმალა ეს გამოძიება და მაშინვე დაესრულებინა და ეთქვა, რომ აქ არაფერი არ ხდება და უბრალოდ ეს ადამიანი იტყუება და ამის შემდეგ კიდევ ერთხელ ვამბობ, ამაში ერთვება ქართული ოცნება და ლიდერები და საუბრობენ იმაზე, რომ აქ არაფერი არ ხდება და ეს წერილი უბრალოდ ამობეჭდილია და არ შეიძლება რომ ეს ყველაფერი ხდებოდეს, ხო? ამას რომ ხედავთ, უკვე გვიჩნდება ეჭვები, რომ რაღაცას მალავენ. ამაზე არის აქ საუბარი და ეს თავისთავად არის ძალიან დიდი პრობლემა ჩვენი ქვეყნისთვის. ახლა ეს არ არის პირველი საქმე, ხო? ჩვენ ვიცით ომეგას საქმე, ჩვენ ვიცით იგივე სხვა საქმეები, მაგალითად სუბელიანის საქმე, როდესაც ეს ჩანაწერები გამოვიდა ციხიდან და ამის შემდეგ მეორე ჩანაწერი გაავრცელა პროკურატურამ და დღეს ფაქტურად ის მიუსაჯეს ადამიანს, რაზეც საუბრობდა პირველ ჩანაწერში, ხო? ანუ ეს ბევრი მოხდა ბოლო პერიოდის განმავლობაში და დღეს ზუსტად ამიტომ ის დამოკიდებულება, რა დამოკიდებულებაც აქვს საზოგადოებას პროკურატურის მიმართ, ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური შედეგი იმისა, რასაც ჩვენ ვხედავთ, ხო? ამიტომ თავისთავად ეს არის ძალიან დიდი პრობლემა აი ამ ნაწილში და ეს აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ. ეკა, აი ბოლო კითხვა მექნება ასეთი, მამუკა ხაზარაძემ როდესაც სამწერილზე დაიწყო საუბარი, შემდეგ როდესაც პროკურატურას გადასცა მისი ასლი, სავარაუდოდ იცოდა, რომ შეიძლებოდა ამ წერილის ირგვლივ ასეც ეთქვათ მის ოპონენტებს ამ შემთხვევაში გნებავთ თავდამსხმელებს, რომ ეს არაფერი არ არის, ეს ფარატინა ფურცელია, ყველამ შეიძლება დაწეროს და ასე შემდეგ. ეს ალბათ მოსალოდნელი იყო და მას უნდა სცოდნოდა ეს.
ისიც არ იცის მან სავარაუდოდ რა ჩამოვა ბრიტანეთიდან, რა ეწერება ექსპერტიზის დასკვნაში. მოკლედ ეს რაღაცა ტიპის რისკი იყო მისი მხრიდან, აი ამ მართლაც და ფარატინა ფურცლის გამოქვეყნება ამ ეტაპზე ასეა, ხომ? რა კი არა აქვს მაიდენტიფიცირებელი ნიშნები. თუმცა ის უნდა ვთქვათ, რომ არავინ ასეთ წერილებს ბლანკზე და ხელმოწერით არ ბეჭდავს. მე მაინტერესებს აი თქვენ რომ ყოფილიყავით მისი მრჩეველი, თქვენთვის რომ მეკითხა, ეს უნდა გამოექვეყნებინა მას მაინც მიუხედავად ამ რისკისა. აი თქვენ რას ურჩევდით მას ასეთ შემთხვევაში? თუ მას ჰქონდა ეს წერილი, მას ეს უნდა გამოექვეყნებინა? მაშინვე ნინო, მაშინვე როგორც კი მიიღო ეს წერილი. მაშინვე, იმიტომ რომ იყო წინასაარჩევნო პერიოდი, მეორე ტური და ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ასეთი ფაქტები თუ ხდებოდა, საზოგადოებას ცოდნოდა. ეს არის აქ მთავარი და დღეს, როდესაც ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ კონკრეტული ბიზნესმენები გარკვეულ პრობლემებს ხვდებიან და მხოლოდ როდესაც ძალიან კრიტიკული მომენტი არის, მაშინ საუბრობენ, ეს არის ზოგადად დიდი პრობლემა. ახლა ჩვენ ვართ ორი ბიზნეს ასოციაციის წევრები და ჩვენთანაც მოდიან ბიზნესმენები და გარკვეულ პრობლემებზე გვესაუბრებიან, მაგრამ გვეუბნებიან, რომ არ ვილაპარაკოთ ამაზე საჯაროდ და ჩვენ ყოველთვის მათ ვაძლევთ რეკომენდაციას, რომ გამოვიდნენ და საჯაროდ ილაპარაკონ. იგივე მაგალითად ფილიპ მორისის საქმე, ხო, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ დადებითად გაძარცვა და მათ შემდეგ რაც ამ კომპანიამ საჯაროდ განაცხადა თავის პრობლემებთან დაკავშირებით და დღესაც, როდესაც საუბარი არის იმაზე, რომ სხვა ბიზნესის წარმომადგენლებმა და კომპანიებმა ერთის მხრივ მხარი უნდა დაუჭირონ მამუკა ხაზარაძეს და მეორეს მხრივ ასევე ალაპარაკდნენ თუ კი რაიმე ამდაგვარს ქონდა მათთან დაკავშირებით ადგილი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ თუ კი ხელისუფლებას გაუვა მათთან ესეთი კომუნიკაცია, მათ ისინი კიდევ უფრო მეც გააკეთებენ და კიდევ უფრო დიდ პრობლემებს შეუქმნიან ამ კომპანიებს. ამიტომ დღეს ყოველ შემთხვევისთვის იმის შესაძლებლობა გვაქვს, რომ თქვენი ეთერი არსებობს, სხვა მედია საშუალებებიც არსებობს, რომელიც კრიტიკულად არიან განწყობილები და ეს არ დაიმალება ეს საქმე და მე მგონია, რომ ასეთ ადამიანების გვერდზე დადგება ხოლმე საზოგადოება, რომელიც თამამად პირდაპირ იტყვის იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება მათ ჰქონდეთ. რა თქმა უნდა, ეს იყო პრობლემა, რომ ამდენ ხნის განმავლობაში მამუკა ხაზარაძემ ეს არ თქვა და რა თქმა უნდა, ამიტომ აი ეხლა ეს დამატებით ეს პრობლემები იქნება და დამტკიცება უხდება მას და ასე შემდეგ. თუმცა მე მგონია, რომ მართლა თუ კი მან და მე ამის შესახებ არ ვიცოდი, თუ კი მან ამ წერილთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა საელჩოების წარმომადგენლებს და კიდევ სხვა პირებსაც, ხომ? ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ რაც არ უნდა ილაპარაკოს დღეს ხელისუფლებამ, იმ ადამიანებს ხომ ჯერათ, რომ სხვანაირად იყოს საქმე. ამიტომ ანუ გარკვეულმა წრეებმა, ვისაც ეს უნდა ცოდნოდა, თავის დროზე იცოდნენ თქვენ, ეს შეგიძლიათ დაადასტუროთ ეს ამყარებს მაშინ მამუკა ხაზარაძის მხარეს. არა, თვითონ თქვა ადვოკატმა, მე როგორც გავიგე, თვითონ ადვოკატმა თქვა, მე როგორც გავიგე, მე ამის შესახებ არ ვიცოდი. ახლა დღეს მან განაცხადა, რომ სხვა ადამიანებსაც შეატყობინეს და შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს არის კიდევ ერთი რაღაცა ისეთი ძლიერი არგუმენტი მათ სასარგებლოდ და ერთადერთი მე რაც შეიძლება უსურვო ამ ქვეყანას არის ის, რომ აი ესეთი საქმეების გამოძიება ბოლომდე მივიდეს. მე მგონია, რომ არის ძალიან დიდი შეცდომა, როდესაც მიყვები ამ პრობლემას ბოლომდე და არ აღიარე პრობლემას. აი ესეთი დამოკიდებულება აქვს დღეს ოცნებას და ეს არის ძალიან ცუდი, იმიტომ რომ ამას კარგი შედეგი არ შეიძლება მოყვეს საბოლოოდ. ჩვენ პრაქტიკულად აღარ დაგვრჩათ რო პირველი ბლოკის პერიოდში, მაგრამ მაინც მინდა ვიკითხო ბოლო 1 წუთი მინდა მოგცეთ ამისთვის. პირველის ხსენება აი ამ წერილში თქვენთვის რას ნიშნავს? ხო, ნუ ეს მე ვიტყოდი, რომ კიდევ არის დამატებითი გარემოება, რის გამოც პროკურატურა ამ ყოლაფრით უნდა დაინტერესებულიყო, ხო? იმიტომ რომ პირველი რამოდენიმე თვის წინ საუბრობდა არა პირდაპირ გზავნილებზე მათ მიმართ და ეს არის ის გარემოება, რამაც შეიძლება დააფიქროს დამოუკიდებელი გამოძიება. ამიტომ მე მგონია, რომ ეს აუცილებელი იყო, რომ პროკურატურას ეს გაეკეთებინა. ახლა რაც შეეხება ტელეპირველთან მიმართ დამოკიდებულება, ის რომ ცხადი ახლა ახალი აქ ხო არაფერი არ არის, ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლებას აღიზიანებს კრიტიკული აზრი, აღიზიანებს კრიტიკული მედია და დღეს
ისინი ფაქტიურად ის ინფორმაცია გავიგეთ ჩვენ, რომ ფაქტიურად კიდევ ერთხელ გარკვეული სავარაუდოდ გარკვეული მცდელობები იყო ხელისუფლების მხრიდან, რომ თქვენი არქივისთვის რაღაც პრობლემები შეექმნა. მათ სერიოზული პრობლემები შეუქმნეს რუსთავიორს, თუმცა რუსთავიორი გასაგებია, რომ მათი სარედაქციო პოლიტიკა უფრო კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მიმართ არის განწყობილი და თქვენი არხი არის ის დამოუკიდებელი ტელეარხი, რომელიც დაბალანსებული არის და ამაზე საუბრობს ძალიან ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია. ამიტომ ეს არის ცხადია მათთვის პრობლემა, ხელისუფლებას გულისხმობ და უფრო დიდი პრობლემა იქნება წინა საარჩევნო პერიოდში 2020 წლის არჩევნებისთვის. ამიტომ რაღაცნაირად ისინი მე ვფიქრობ, რომ სავარაუდოდ ცდილობენ, რომ გაისუფთავონ ველი. გმადლობთ. ეკაგი გაურს უსმენდით ჩვენ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს აღმასრულებელ დირექტორს. რეკლამის დრო გვაქვს, რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით იგივე თემით, ასევე შევეხებით ქართულ ოცნებაში დამდგარ სიახლეს ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნების სახით. გია ვოლსკი ქართული ოცნების მდივანი პოლიტიკურ პარტიებთან ურთიერთობების საკითხებში მან ეს რეგალია გუშინ შეიძინა, მას შემდეგ რაც მისი რეგალია გადაბარდა ირაკლი ღარიბაშვილს. ეკა ბესელია პარლამენტის წევრი იქნება ჩვენი სტუმარი, ოცნების ყოფილი წევრი. ასევე მოვისმენთ ნინო ბურჯანაძის დემოკრატიული მოძრაობის ლიდერის და დავით ბერძენიშვილის რესპუბლიკური პარტიის ლიდერის მოსაზრებებს, ასე რომ საინტერესო მოსაზრებებით ვიქნებით თქვენთან საღამოს 10 საათამდე. დაგველოდეთ რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით. პოლიტმეტრი დაბრუნდა გია ვოლსკი ქართული ოცნების მდივანი პოლიტიკურ პარტიებთან ურთიერთობის საკითხებში ჩვენთან სტუმრად. სამშვიდობისა ბატონო გია, მადლობა რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. დავიწყოთ წერილით, რომელთან დაკავშირებითაც რამდენიმე დღეა მიმდინარეობს სერიოზული განხილვა ამ წერილის და რამაც მიიღო იმაზე დიდი მასშტაბი, ვიდრე შეიძლება თქვენს მმართველი პარტია ამას ელოდით. რა შეგეძლიათ თქვათ, თქვენ რა გაიგეთ ამ ამბიდან, პირველ რიგში მინდა მოვისმინო თქვენი პოზიცია. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მივესალმებით თქვენ მაყურებელს. ჩემი ხმამესმის იცით ყურში და გთხოვთ. გასწორებენ. ესე იგი, ხო, მართალი გითხრათ, კი, სწორი ბრძანდებით, გუშინ და გუშინ წინ გაკეთებულ კომენტარებში თუ გუშინ აღარ მახსოვს, მხოლოდ ვთქვი, რომ ეს არის ხავსი გარკვეული, რომელსაც ეჭიდება ადამიანი, როდესაც მას ედავებიან საკმაოდ სერიოზულ თემას. საკმაოდ დიდი თანხაზია ლაპარაკი, რომელიც ისესხეს კონკრეტული პიროვნებიდან, ამ კონკრეტულმა პიროვნებამ მათივე ბანკიდან გაიტანა, შემდეგ მათვე დაუბრუნა პირად ანგარიშზე, არ ემსახურებოდა ამ სესხს, საბერთის ცადეთ გაიტანეთ სესხი და არ მოემსახუროთ, სახლიდან გამოგაგდებენ და მერე უცებ ეს სესხი აღმოჩნდა ოფშორულ ორგანიზაციაში, რომელიც ასევე TBC ბანკის წარმომადგენელმა შექმნა. ეს არის დავა, რომელსაც ძალიან ძნელი პასუხები აქვს. ეხლა მე ვთქვი, რომ ეს წერილი ალბათ არის ხავსი, რომელსაც შეიძლება მოეჭიდოს და ამ ხავსის გაძლიერებაზე მიდის მუშაობა. როგორც ვატყობ, საკმაოდ გაძლიერდა კიდევაც ეს ხავსი იქცა რაღაც მაშველ რგოლად და მე ვფიქრობ, ეს არის რეალური თუმცა ბატონო გია ადვოკატმა ცილაბა. დიახ, აი ბატონო გია, ეს ხავსი შეიძლება იქცეს ისეთ ნელი მოქმედების ან სწრაფ მოქმედების ნაღმათაც, რომელსაც ფეხს თუ კარგად დაავიჯებს ოცნება, შეიძლება არ წავიდეს თქვათ საქმე კარგად. ამიტომ მაინტერესებს მე თქვენგან ის, რომ დარჩა კითხვები, ფაქტია, იმითი რომ საქმე გაუხსნელი საქმე უკვე დაიხურა და პროკურატურამ გაუწყო, რომ აქ ყველაფერი უკვე ნათელია. ამასთან დაკავშირებით თქვენ როგორც დეპუტატს გაქვთ თუ არა კითხვები. იყო თუ არა საჭირო, რომ შინაგან საქმეთა მინისტრსაც რაიმე ეთქვა გამოძიებისთვის. ასევე იმ დასახელებული პირთა წრიდან, რომელიც მამუკა ხაზარაძემ, როგორც მისმა ადვოკატმა გითხრა, პროკურატურას გააცნო. რომელიმე მაინც ასევე გამოკითხულიყო. უფრო მეტი მუშაობა ყოფილიყო შუამავალზე, რომელმაც თუ კი ის არსებობს, მაშინ უფრო მეტი იცის ამ წერილის შესახებ. კითხვები დაგრჩათ თუ არა? კი, არა, შუამავალი ვინ არის? დამჩა კითხვები, რომ დამჩა, იმიტომ არის, რომ აქ ვზივარ თქვენ ეთერში და ვამბობ, ესე იგი რა აზრი აქვს? თქვათ, შემეცვალა გარკვეულად შტაბ-ეჭდილებმა აზრი ქონია თურმე ესეთ წერილის აფრიალებას, იმიტომ რომ
უცებ დაიწყო ყოველ მხრივ შეტევა, რათა მთავარი თემა გადაიფაროს, რაც მოგიყევით. დასაწყისში და პოლიტიკურად საკმაოდ ტრიბუნა ამაღლდა. არასამთავრობო ორგანიზაციას მოусმინე ახლა საერთოდ გაოგნებული დავჭი ცოტა მე მეუხერხულა ისეთი კომენტარები და ისეთი დასკვნები გაკეთდა. ამასთან დაკავშირებით მე პრინციპში ვფიქრობ რომ კითხვები გაჩნდა, კითხვები ერთი დასვა აჩიკო თალაკვაძემ და იმასაც ძალიან ისე ირონიულად უპასუხეთ, რომ თითქოს ჩვენ დავჯექით კითხვა მოვიფიქრეთ და გეკითხებით, რომ რამდენად აქ გავლენა, ვთქვათ, რამდენად რეალურია, რომ ხაზარაძეს ეთქვა თქვენთვის შემოსული. უცებ წარმოვიდგინე სურათი, რომ თქვენზე ხართ და მთელი ეს ცნობილი ჟურნალისტები ჩემგან პატივისცემით და შემოდის ხაზარაძე და გეუბნებათ, რომ დღესვე უნდა შეცვალოთ პოლიტიკა. ეგ ერთი მიმართულება არ არის. კარგი ფანტაზია გქონიათ მაინც ბატონია, რახან ამის წარმოდგენა შეძელით. ეს შეუძლებელი ფანტაზიის ნაწილია საერთოდ, რომ ესეთი რამ მოხდეს. ნებისმიერი ადამიანის მხრიდან, ვინც არ უნდა იყოს. ამიტომ იყო უცნაური, როდესაც არჩილ თალაკვაძემ ეს რიტორიკული კითხვა დასვა. ეს რა ტიპის კითხვა იყო? ეხლა თქვენ ალბათ არ გჯერათ იმ ვერსიის, რაც ქუცნაშვილმა გააჟღერა დღეს, რომ იქნება თქვენ ჭირდებათო რეიტინგისთვის ეს თემაო და თქვენ აწიეთო. ანუ ესე გამოდის, რომ წერილი არც ეგ არ არის გამორიცხული. აბა მითხარით რას არ გამორიცხავთ მაშინ? მომესმენეთ ერთ წუთს რა. მაშინ მითხარით რას არ გამორიცხავთ? არა. რომ ჩვენ შევქმენით წერილი? ერთი წუთით რა. კი ბატონო, მეტი იყოს, ორი იყოს. თემასთან დაკავშირებით თქვენ როგორ თქვენ იმას არ გამორიცხავთ, რომ გახარია ბაიღო და უთხრა, რომ ის არტარია და ეს რეალობასთან უფრო ახლოს არის. ბატონოგია ეს რეალობასთან ძალიან ახლოს შეიძლება იყოს იმ ხელისუფლების პირობებში, რომელსაც ჰქონდა უკვე მცდელობა TV პირველზე თავდასხმის და თქვენ ეს ჩემზე კარგად იცით. იცით ის გასაგებია, მე ამიტომ ჩვენ ამის ლეგიტიმური ეჭვის საფუძველი გვაქვს. კი ბატონო, თქვენ საკმაოდ ცლად ასაუბრეთ ადვოკატის, თუმცა ვერ მოგცათ ის პასუხები, რაც გსურდათ. გიგაურის და მე რატომღაც მეჭრებით საუბარში და რა არავინ დაგჭაგრავთ აქ ბატონოგია, თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლის ხვედრია ეს, ხო იცით როგორც ყოველთვის, რომ უფრო მწვავე კითხვებს უპასუხოს, ასეა, როცა ხელისუფლებაში ხარ. ასე ხდება. მაინც მაინტერესებს რა ვერსიაა ის, რომლის მიხედვითაც შეიძლება TV პირველმა თვითონ შექმნა ეს წერილი. აი ეს მაინტერესებს ახლა მე რაც არჩილ თალაკვაძის ბრიფინგის მთავარი გზავნილი იყო. არა, არჩილ ქუცნაშვილის გზავნილი და არჩილ თალაკვაძე მე ეს რაღაც კითხვაში გაატარა მოკლედ ეს. ეს რა ტიპის თავდასხმაა თქვენი მხრიდან? ამ მიმართულებით ამ აბსურდულობაზეა ლაპარაკი, რომ ქუცნაშვილმა თქვა, რომ იმდენად აბსურდულია, რომ მეორე აბსურდულობაც შეიძლება ითქვას, რომ ამ გაგებით თქო და თუ რამე დაზუსტება გინდა დააზუსტეთ ქუცნაშვილთან. ეგ ერთი. ეხლა მეორე საკითხია, თვითონ ეს თემა რამდენი მიზნით ურტყავს, წარმოიდგინეთ, რამდენ მიზანში ისროლა თითქოს და რაღაც წერილმა, რომელსაც არც უნდა გამოეწვია დამატებითი შეკითხვები. პრინციპში მე ვფიქრობდი, რომ თქვენ უფრო მეტ შეკითხვას დასვამდით, რეალურად რაზეა საქმე. რატომ მოხდა ამ წერილის გასაჯეროება, ან წარმოდგენის თუ გაფრიალების აუცილებლობა? რა მოხდა მაინც? რა სახის ფინანსური ოპერაცია განხორციელდა, რამაც გამოიწვია ესეთი პოლიტიკური რეზონანსი. მე ვფიქრობ, ეს იყო მთავარი შეკითხვა, მაგრამ მე ხომ ვერ შეგისწორებთ ეგ ერთი საკითხი და მეორე საკითხი. მიზანი ნახეთ, ესე იგი, იმედს, რომელსაც დღეს თელი დღეა უყურებს სპეციალურად, რომ რამე დავიჭირო ისეთი, რომ ქართულ ოცნებას ან მთავრობას ეხმარება. იმედს ურტყავს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას დაანახოს, დღეს მქონდა რამოდენიმე საერთაშორისო წარმომადგენელთან შეხვედრა, დაანახოს, რომ ჩვენ თურმე გვაქვს ტელევიზიები, რომელიც გვემორჩილება. ეგ ერთი. მეორე, ჩვენ რეიტინგები გვაქვს მედია თავისუფლებაზე, რომელიც სჯობს გაცილებით უფრო ნაციონალურ მოძრაობას, გაცილებით კი არა, როგორც სადადენა მიწა. თურმე ეს რეიტინგები არ არის მართალი. თურმე TV პირველში შეიძლება შესვლა და თქმა იმისა, რომ მოდი თქვენ შეცვალეთ პოლიტიკა. თურმე შესაძლებელია, რომ არტარია არსებობდეს ესეთი ტელევიზია, მე არ ვიცი რამდენი აქვს რეიტინგი
მაგრამ რომელიც აინტერესებს თურმე გარდა TV პირველისა კიდე ქართულ ოცნებას. აი ნახეთ, რამდენი მიმართულებით მოხდა გასროლა. უცებ უნისონში გამოდის ნაციონალური მოძრაობა, ის ახალი ნაციონალური მოძრაობა და ყველა ითხოვს გადაავაყენოთ გახარია, რომელმაც ეს წერილი გაუგზავნა ხაზარაძეს. მერე უცებ გავიცინეთ ერთხელ. მერე უცებ მეორე წინადადება წამოდის, რომ მოდი შევქნათ საპარლამენტო კომისია. და მოკლედ რეზონანსი იმხელაა, რომ აი ამ დეტალებში შიგნით გარკვევისთვის შეიძლება ბევრმა ვერ მოიცალოს და საერთაშორისო თანამეგობრობა, გაპოლიტიკურება ამ თემის, რომელიც ეხება აფიორას, შესაძლო აფიორას უпростоრეთ, არის ერთადერთი სწორი ნაბიჯი, რომელიც ამ სიტუაციის სწორი როგორ გითხრათ, ეხლა რამდენად ძლიერია და რამდენად ხავსია თუ სხვა მაშველე რგოლია, მე ამას ვერ გეტყვით, მაგრამ ერთადერთი გზა არის. დაარტყი პროკურატურას, დაარტყი შინაგან საქმეთა მინისტრს და ეს არის მთელი მოთხრობა, რაც გითხარით, შემიძლია დეტალებშიც ჩავიდე. გასაგებია თქვენი აზრი, პრინციპში სხვას არც ველოდი მართალი გითხრათ, თუმცა აი რომ თქვით თავიდან რომ კი კითხვები დამრჩაო, მაინტერესებს მაინც ეს კითხვები თუ გაქვთ გახარიას მიმართ, ან პროკურატურის მიმართ, რომელმაც ჯერ აღუძრავი და გაუცნელი დაწყებული საქმე დახურა. ბატონი გახარიას მიმართ მაგალითად ვის მიმართ? ზაქარიას მიმართ. არა. ბატონი გახარიას მიმართ. ასევე მაგალითად ივანიშვილის პირადი ადვოკატის მხრიდან ახლა რომ მთავარი პროკურორია ბატონი თადუმაძის მიმართ რატომ დახურა მან ისე ეს საქმე, რომელიც არც გახსნილა პრინციპში, მაგრამ მოკვლევა რომ დაიწყო. შეგიძლიათ მითხრათ აი მათ მიმართ თუ გაქვთ რაიმე კითხვა? ნინო, რაღაცა იცით, თქვენ არ გიხდებათ, ის პირადი ადვოკატი იყო, ის პირადი ექიმი იყო და გადადით ახლა იმის რიტორიკაზე კიდე არ მინდა გვარი დავასახელო, იმიტომ რომ თქვენთან ვერ მოვიყვან მას გვერდით. ფაქტია, რომ ასე იყო და ეს ბატონ გია, იცით რა არის? ეს არის ის თემა, რომელიც ამცირებს დამოუკიდებლობის ხარისხს პროკურატურის და როდესაც შემდეგ ეს თემები ჩნდება, ბუნებრივია ეს თემა ზემოთ იწევს, ეს არ უნდა იყოს გასაკვირი თქვენთვის. თუმცა მწუხარ თუ იცით რა არის, რა მიმართულებებითაც არ უნდა ვისროლოთ. არ მიყვარს ეს ისროლოთ რაღაც თქვენ ვერ კადრებთ ისეთ რაღაცებს, რასაც თქვენ შევსიბოთ ეხლა, მაგრამ ესე ხო რა მიმართულებებითაც არ უნდა წავიდეთ. ფაქტი რჩება მთავარი, რომელსაც პასუხს ვერ ვაძლევთ. რა მოხდა, რა იყო, რა ოფშორული ზონაა, რატო წაიღეს ის 17 მილიონი, რატო ჩაერიცხა პირად ანგარიშებზე, რა ინტერესი ჰქონდათ, ეს ადამიანები ვინ არიან, რატო გადაიბარა იმან, რატო არ ემსახურებოდა, ეს სერიოზული კითხვებია და ადვოკატმა კარგად გითხრათ, იცით? ეს არის ჩემი მთავარი საბრძოლო და ეხლა იქ თქვენ გაპოლიტიკურება გვინდა, პოლიტიკურ ხაზზე გვინდა გადაყვანა და გახარიასთან რა კითხვა მქონდა მე? გახარიასთან მაქვს ერთი შეკითხვა. ეხლა თქვენებაში რომ უშვებს რომ არსებობს ამ ქვეყანაზე მსოფლიოში ადამიანი, რომელიც აი ამ სისულელეს დაწერდა. და როგორ წარმოუდგენია რომ ეს სისულელე შეიძლება კიდე ვინმემ გამოიყენოს როგორც ესეთი ძლავრი არგუმენტი. ამას შევეკითხებოდი და გავიგებდი პასუხს. რაც რატომღაც თხოვლო მე, რატო პროკურატურამ არ კითხა. თქვენ ბატონო გიორგი, მართლა ხო არ დაწერეთ ეს წერილი, რომელშიც აბსოლუტური აბსურდია. და რატო გამოძიება ამ მიმართულებით არ ჯერ ესე დროებით შეწყდა ეს გამოძიება, თუ კი ლონდონიდან რამე ჩამოვიდა, გარდა იმისა, რაც ჩამოვიდა უკვე ლონდონიდან სერიოზულმა ხალხმა გადააყენა თანამდებობიდან, კიდე რამე სხვა თუ ჩამოვიდა, რასაკვირველია, ესეც გასარკვევია.
კარგით, ბატონო გია, პრინციპში თემა, რომელიც თქვენ ახლა არაერთხელ ახსენეთ, იქ ფულის გათეთრება, იქ სქემებია, იქ ლონდონიდან ჩამოსული რაღაცა თემები, ამ თემებზე. გათეთრება არ მიხსენებიან უმამბრალებს. სხვა სიტყვებით არც თუ ისე სახარბიელო ვერს თაღლითობა, რა ახსენეთ, რას უწოდებთ ამ პროცესს? მაქინაცია, რაღაცა შესაძლო აფიორა, რომელსაც შესაძლო აფიორა. კი ბატონო, შესაძლო აფიორა. მე თქვი მსგავსი, არ ვინა მსგავსი, ზუსტად გეტყვით. შესაძლო აფიორა, კი ბატონო, ამ თემაზე მამუკა ხაზარაძეს ჰქონდა გამოსვლა კომიტეტზე, მე ახლა მის ადვოკატად არ გამოვდგები და ვერც გამოვდგები, იმიტომ რომ ამ საქმის სიღრმეები არ ვიცი, მაგრამ მე იქ მოვისმინე რაღაც კონკრეტული არგუმენტები და ისიც რომ მან თქვა რომ ის კი არ გადააყენეს, არამედ თვითონ წავიდა. ეს მან თქვა. თქვენ რა იცით რომ ის გაუშვეს? თქვენ საიდან იცით რომ ის გაუშვეს? მაშინ გააკეთოს კომენტარი. იცით რა, მე უცებ წარმომედგინა რომ კი, წარმომედგინა რომ ამ კომიტეტზე სამწუხაროდ არ ვიყავი, რომ რაღაც მიეცემოდა დრო ისეთი სიტუაცია შეიქმნებოდა, რომ დაისმებოდა შეკითხვები, მივიღებდით პასუხებს და აქედან გამომდინარე თქვენი მაყურებელი საზოგადოება იმჯელებდა რა ხდება რეალობაში, მაგრამ უცებ შემოვიდა ის წერილი, რომელიც ჩვენ რაღაც ხავსად შევაფასეთ თავდაპირველად, რომელზეც საერთოდ გადაერთო თქვენი ტელევიზია, ცხოებიც, ნაციონალური მოძრაობა და უცებ ყველაფერი დამთავრდა თითქოს და დაიწყო ახალი ეტაპი იმის პარალელურად, რაც რეალურად საზოგადოებას აინტერესებს. კარგით, და ფინალში ვიდრე დაგემშვიდობებით, ბატონო გია, აუცილებლად უნდა გკითხოთ ირაკლი ღარიბაშვილის პარტიაში დაბრუნებასთან დაკავშირებით. თქვენ რა გაიგეთ გუშინ აი 2 საათიანი ეთერი ქონდა მასინგა გრიგოლიასთან რეაქციაში, მან ჩამოაყალიბა თავისი ხედვა, რა სიახლით დაბრუნდა ძველი წარმომადგენელი პარტიაში, რა იდეით მოიწვია ის ივანიშვილმა უკან, რა უნდა გააკეთოს მან? მე ძალიან აფიოდ დავინახე მთავარი თემა. რო არის გუნდი, ქართული ოცნება, რასაც ქვია, პოლიტსაბჭო. ხა მე არ მინდა ვთქვა, რომ პოლიტსაბჭოს რომელიმე წევრს ან ჩვენ რომელიმე წევრს მეტი პრივილეგია აქვს, თუ არა მეტი ვალდებულებები და აუცილებლობები, ვიდრე ნებისმიერ პარტიის წევრს, მაგრამ რეალობაში მთავარი თემა, რაც დავინახე და რაც უნდა და ირაკლის ეთქვა, რომ ის იდეა რაც არსებობს კონსოლიდაციის, პარტიის მშენებლობის, სამართლიანობის მნიშვნელოვან წილად აღდგენის. ირაკლი ამის პირველ პირად კი არ დაბრუნდა. ირაკლი დაბრუნდა აი ამ გეგმების აღსრულების საკმაოდ ძლავ რესურსად, ვინაიდან აქ საკმაოდ კარგი გამოცდილება მართვის და შესანიშნავი განათლება, რომელიც მან მიიღო. მრავალმხრივი და ისიც საკმაოდ ეხლა მე დავამატებ ალბათ, რომ პარტია პოლიტსაბჭოს ისეთი კაფეო გეგმა აქვს, სხვადასხვა თემატურ საკითხებს გაყვეს და ნებისმიერ თემატურ საკითხში, რომელიც ეხება რეგიონებს, რომელიც ეხება საერთაშორისო ურთიერთობებს, თემებს, რომელიც ეხება ასევე ეკონომიკურ, სოციალურ საკითხებს, მე ვფიქრობ, ირაკლის მონაწილეობა ამ თემების განხილვაში იქნება მნიშვნელოვანი. მისი ინტელექტუალური რესურსი, მართვის გარკვეული მნიშვნელოვანი, ვფიქრობ, გამოცდილება, ეს წაადგება იმ გეგმების რეალიზაციაში, რაზედაც ისაუბრა ირაკლიმ და არა მარტო თავის თავს მიაბა ეს, არამედ თელ ჩვენ გუნდს. მადლობა იავალსკის ქართული ოცნების წარმომადგენელს, რომელიც პასუხობდა შეკითხვებზე. და ეკაბესელი არის ჩვენთან სტუდიაში, პარლამენტის წევრი, ოცნების ყოფილი წევრი, სამშვიდობის ქალბატონი, მადლობა. რომ მოგზანდით. ჩვენ ორი თემა გვაქვს განსახილველი, თუმცა რა კი ღაბატონ გიასთან ბოლოს ღარიბაშვილის დაბრუნებაზე ვისაუბრეთ, სწორედ ამით მინდა დავიწყო, მან თქვენ გუშინ გახსენათ. და მან გახსენათ წასულები და თქვენ მათ შორის როგორც შესაძლო ორკესტრირებული კამპანიის ნაწილი. ბრმა იარაღიც შეიძლება მათ ხელში, ამ დესტრუქციული ძალის ხელში, ნაციონალური მოძრაობის მანასე განმარტა და თქვენ შეიძლება არც კი გაცნობიერებული, ან რატომაც არა შეიძლება შეგნებულათაც მონაწილეობთ ამ პროცესში, რომელიც მათ სისხლზე ასხამს წყალს. ასეთი იყო პარტიაში შემოსული ახალი ძველი ძალის მთავარი გზავნილი თქვენ მიმართ. როგორ აღიქვით ეს გზავნილი?
გულწრფელად გითხრათ, ზუსტად მეცნო სიტყვები. და იმდენად მსგავსება იყო ამ სიტყვებსა და იმ ფრაზებს შორის, რომელიც გახსოვთ პოლიცაბჭომ რო წერილი გაავრცელა. აი იმ წერილში გადმოცემული შემახსენეთ შეგიძლიათ ზუსტად ეს იყო მოსამართლებთან დაკავშირებით მხარდამჭერი წერილი რო გაავრცელა, ეს იყო განცხადება პოლიცაბჭოს სახელით, ბოლოს წინა განცხადება და ზუსტად აი მეცნო სიტყვათა წყობა არამხოლოდ შინაარსი და არამხოლოდ ეს თავარი სათქმელი რაც იყო, არამედ წყობაც კი. მე ძალიან მწუხვარ რომ ირაკლი მგუშინეს გაიმეორა, იმიტომ რომ მე ირაკლისთან მაკავშირებს ახლა ძალიან ბევრი წლის ურთიერთობა, ეს ურთიერთობაზე მეტია, ახლობლობაც ჩვენ დავიცი აი პირველი დღეებიდან ერთად მოვდივართ და მას შემდეგ რაც ის აღარ იყო უკვე პრემიერი და წავიდა საერთოდ ქართული ოცნებიდან და პოლიტიკიდან, იმის შემდეგაც ძალიან ისეთი თბილი ურთიერთობა და კარგი ურთიერთობა გქონდა. გუშინდელი ეთერი იყო შეცდომა ძალიან, მისთვის იყო დიდი შეცდომა. მე ძალიან ისე გულშემატკივრობ მას და ეხლაც იგივე შემიძლია ვთქვა, რაც თქვი გუშინ პირველივე ფრაზა და მასაც მივწერე პირადად, ვიდრე გამოვიდოდა ესე მედიასთან კონტაქტზე, რომ წარმატებას უსურვებ. თქო, დღესაც იგივეს ვიმეორებ. წარმატება მინდა უსურვო ყველგან, სადაც კი სიკეთეს გააკეთებს ქვეყნისთვის, მაგრამ დიდი შეცდომა იყო, როცა მან გაიმეორა ეს გზავნილი. მე დარწმუნებული ვარ, ის ასე არ ფიქრობს, არ შეიძლება ესე ფიქრობდეს. მას უბრალოდ გაახმოვანებინეს ის, რაც მან გუშინ თქვა. და როგორც გითხარით, ეს არის ახლა თქვენ წარმატებას უსურვებთ ადამიანს, ვისაც ახმოვანებინებენ რაღაცებს, ანუ ძალიან წარმატებას უსურვებთ. ანუ თანაუგზნობთ, ანუ მოწყულად ადამიანს თანაუგზნობთ, ასე გამოდის, იმიტომ რომ თუ კი ის ვიღაცებს ახმოვანებს, თუ კი მას თავისი აზრი არ აქვს, ან აქვს და სხვას ამბობს, ეს ძალიან ძიმე რამის ამბობს. არ შეიძლება ამას ირაკლი ფიქრობდეს, თუ ასე ფიქრობს, მაშინ მინიმუმ აქამდე შეეცდებოდა ამის გარკვევა ჩემთან და მას არ აქვს არანაირი პრობლემა, თუ ესეთ კითხვა გაუჩნდა, რომ რატო წავედი მე პარტიიდან და რა დამემართა ეს და რა მოხდა ჩემ თავს და რა ვის წისკბულზე ვასხამე ხა წყალს თუ ამის გარკვევა უნდა და ამის გარკვევის პრობლემა მას არ ქონდა ჩემთან და მე კიდე ერთხელ ვამბობ, არ მჯერა რომ ის ასე ფიქრობს. ის რა კითხვა კი არა აქვს. ნახეთ რას ამბობს ბესელიამ და მისმა თანამოაზრეებმა. ქართული ოცნების მტრების წისულზე დაასხეს წყალი. საბოლოო ჯამში ასე გამოვიდა. ეკას ქმედება აუხსნელია. ეს პირადი კონფლიქტი იყო. ხო, ну ეს ცალ-ცალკე მე თუ დავალაგებთ ერთად მე უსმინე მის ინტერვიუს თავიდან ბოლომდე, მე მეორე ნაწილში ამბობს რომ წავიდა მისთვის ტკივნეული იყო ამის ყურება და გაუკვირდა ეს, მაგრამ არ უნდა გაკვირებოდა თქვი იმას ვამბობ, იმიტომ რომ ვიდრე ირაკლი გამიცნობდა მე 2011 წლის ოქტომბრის თვეში, მახსოვს პირველად რომ შევხვდი ბიძინა ივანიშვილს, ირაკლიც რამდენიმე დღეში გავიცანი იქ მასთან. იქამდე ახსოვს ირაკლი ოქროაშვილს ჩემ ბრძოლა სააკაშვილის იმ სისხლიან როგორც თვითონ უწოდებს რეჟიმის წინააღმდეგ. ეხლა ვიდრე ირაკლი ჩაერთვებოდა ღარიბაშვილს ვამბობ. ღარიბაშვილს გულისხმობ. იქამდე უნდა ახსოვდეს ნინო ეს პროცესი, იმიტომ რომ ბევრად ადრე დავიწყეთ ჩვენ ეს ბრძოლა სააკაშვილის წინააღმდეგ და იმ რეჟიმის წინააღმდეგ და მე არ მგონია ეხლა ერთჩვენიერ დღეს რაღაცა სიზმარი ვნახე და გავიღვიძე ამაზრებით. ასე გამოვიარე ბოლო 15 წელი, რაც თავი მახსოვს, რაც ქართულ პოლიტიკაში ვარ და რაც პოლიტიკამდე პროფესიაში ვიყავი, მაშინაც ვინცაც ვახსოვარ, ყოველთვის ვახსოვარ, რომ სასამართლოს წინააღმდეგ. კი ბატონო, მაგრამ ნაციონალური მოძრაობასთან ალიანსში ხარ შენიშნული ქართული ოცნების მხრიდან, ასე გამოვიდა. არ არის, ეს საერთოდ მე მგონი სერიოზული კომენტარი ამაზე შეუძლებელი, ეს ერთი, მეორე თუ იმე დააპირებს ამას სერიოზულ საუბარს, უმწვავეს და უმძიმესი იქნება ჩემი პასუხები და მომიწევს მე ყველას რაღაცები უპასუხო და შევახსენო, იმიტომ რომ ეხა ერთის მხრივ ამბობ რომ იმათ წისქულზე ასხამს წყალსო, ვინც პირსისხლიანი რეჟიმის მსახურნი იყვნენ და შემოქმედნიო და მათი რეჟიმის მსახურებს იცავ. ეს როგორ არის ერთმანეთთან კავშირში და ქართულმა ოცნებამ ხმა არ მისცა დეკლარაციას, აი მხოლოდ დეკლარაციას, რომელიც პატრიოტთა ალიანსმა შემოიტანა და იმ რეჟიმის პოლიტიკური შეფასება იყო ეს, პოლიტიკურ შეფასებას ეხებოდა. ამას ხმა არ მისცეს. ჩვენ ხმა მივეცით და გვეუბნებიან თქვენ რაღაცა იმათ წისქულზე ასხამ წყალს და იმ რეჟიმის მთავარი მსახურები ვინც იყვნენ, ვის ხელში ჩვენი მოქალაქეები მართლა სულს ღაფავდნენ, ეწამნენ და
და უმძიმესი რამ გადაიტანეს, ელუბნები რომ არა უშავს, დღეს ხო ჩვენ გვემსახურებიან. ამიტომ კარგები გახდნენ და ამას ვემიჯნები ჩვენ, მე ირაკლისაც მინდა უთხრა და სხვებსაც, ჩემო კარგო რომ გუშინაც ამას ფიქრობდით, გუშინ წინაც, იმის წინაც და იქამდე ვიდრე ირაკლი პოლიტიკაში შემოვიდა. თქვენ მოლოდინი რომ გუშინ ირაკლი ღარიბაშვილი იტყოდა და რამის ახალს მოსამართლეების თემაზე თუნდაც მან ძალიან ხაზგასმით თქვა რომ პროცესი რომელიც მიდის სასამართლო სისტემაში არის დემოკრატიული პროცესი და საბოლოოდ გამიზნულია სასამართლო მაგრამ შეეძლო ან არ შეხებოდა ამ თემას ან სხვაგვარად აერიდებინა უბრალოდ ის რაც მან გააკეთა ის არ არის გამაერთიანებელი პოზიციის მატარებელი ის არის კიდევ უფრო დამყოფი იმიტომ კი არა რომ ჩვენ პოზიციასთან მოვიდა წინააღმდეგობაში ჩვენ რასაც ვამბობთ ამას ხო საზოგადოების უდიდესი ნაწილი ამ პოზიციას ემხრობა და ამ ემოციითაა ამიტომ ის ჩვენთან კი არ შემოდის კონფლიქტში ხა მე და ირაკლი როგორ მე ყოველთვის მოვნახავთ სასაუბროს და ამის განმარტებებსაც თუ მას მართლა ჭირდება ამაში გარკვევა არც ამის პრობლემა არ არის ეს კი არ არის მთავარი ამით საზოგადოების უდიდეს ნაწილს უპირისპირდება საწავიდნენ უკაც რო კითხულობდა კი არსად არ წავედი ჩვენ ისე ვიგდავრჩით სადაც ვიყავით ქართული ოცნება წავიდა იმ მიმართულებით რა მიმართულებითაც ნაციონალური მოძრაობა იდგა და ვერ გავყევით ამ ხალხთან როცა თქვენ ამბობთ რომ გამაერთიანებელი ვერ იქნება აგულისხმობთ იმას რომ აი ეს მერყევი ნაწილი ეგრეთ წოდებული ძველების ხო მოდი ასე ვთქვათ შეიძლება ვინმე ახალი მისულიც არის მათ შორის მაგრამ უფრო ძველებად წოდებულ ნაწილში გუშინ გაღიზიანდა ბევრს აი ბევრთან ვისთანაც გვაქვს ეს პირადი კონტაქტები და გვწერდნენ და რა ვიცი ძალიან ბევრი მირეკავდა გაღიზიანდნენ გული ეთკინათ შეუძლებელია მიიღოთ ეს შეფასება მთავარი ხო ეს არის ვინ რა პოზიციაზე ვდგავართ დღეს და არა აქვს აქ სახელს დაგვარს მნიშვნელობა ირაკლის მიმართ ეხა ბევრს აქვს შეიძლება და აქვს ალბათ დადებითი ემოცია რაღაცა ნოსტალგია მაგრამ მთავარი არის ის რა გზავნილი დაბრუნდა და იმიტომ ვამბობ შეცდომა იყო მისი ამ გზავნილით გამოშვება იმ მოსამართლეებს რომლებიც იყვნენ იმ ძალადობრივი რეჟიმის მსახუნე არ ჭირდება დაცვა და სწორედ თქვა დღეს ლევან გოგიჩაიშვილმა არ აქვს მნიშვნელობა ვინ დაიცავს მათ ეხლა თუ ვინმეს გონია რომ რაიმე ისეთი სტატუსი ან ისეთი პერსონალური რაღაცა ხელშეუხებლობის იმდენად მაღალი სტანდარტი აქვს ან დობის ისეთი ჭარბი ლიმიტი აქვს რომ გაუძლებს ამ საზოგადოებრივ წნეხს შეუძლია თქვას რომ მე ვიცავ ჩინჩალაძე მურუსიძის სასამართლოს ვერ შეძლებს ამას. ესე იგი რა გამოვიდა ნახეთ თითქოს და პირველი შეხედვით ხომ როცა თვითონ ღარიბაშვილი დაბრუნდა იყო განცდა რომ ეს ბალანსისთვის გააკეთა ივანიშვილმა და იმ დისბალანსის შესამცირებლად რაც ეგრეთ წოდებული კაბახიძის გუნდისთვის გუნდის არ გამოირიცხება ეს მაგრამ როგორც კი ეს განცხადებები გაკეთდა გამოვიდა რომ ღარიბაშვილი შეუერთდა კობახიძის ასე გამოვიდა ან შეიფარა კობახიძის ასე გამოვიდა იმიტომ რომ ასე გამოვიდა ეს ინტერესების თანხმედრა კიდევ ერთხელ ვამბობ მე არ მჯერა რომ ირაკლი ღარიბაშვილი ამას ფიქრობს მე არ მჯერა რომ ეს მისი შინაგანი ემოციის გამოხატულება იყო ნუ არ ვიცი ხა ვინ უთხრა და ვისგან გაიარა კონსულტაციები მაგრამ მე ჩემ აღქმას და ემოციას გიყვებით სხვათა შორის გუშინ ამბობდა რომ არ შეიძლება შიდა პარტიული ამბების გარეთ გამოტანა მე რომ იმაზე დავიწყო საუბარი მე რა ვიცი და რა ინფორმაციის მატარებელი ვარ მე ვარწმუნებ ყველას რომ ბევრად უფრო ძიმე მოცემულობა იქნება დღეს და ზუსტად იმიტომ რომ ქვეყნის ინტერესი და საჯარო ინტერესი და სახელმწიფოებრივ ინტერესს უფრთხილდები ამიტომ ვზომავ და მაქსიმალურად უფრთხილდები ყველა ჩემ სიტყვას და ფრაზას და მე არ ვსაუბრობ იმაზე რაც დააზიანებს სახელმწიფოებრივ ინტერესს ეს ერთი იმათვის ვისაც გონია რომ მე ყველაფერი ვთქვი, არაფერი არ მithქვავს. მე ვცდილობ ავირიდო განსაკუთრებით ისეთი კითხვები, როდესაც შიდა ურთიერთობებს თუ შიდა რაღაცა კულუარულ ამბებს ეხება, მაგრამ მე ყველას ურჩევ განსაკუთრებით იმათ, ვინც საუბრობს პასუხისგებელი ადამიანის სახელით, რომ უნდა გავარჩიოთ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის და პარტიული მნიშვნელობის საკითხები. თემები, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, მართლმსაჯულება, სასამართლო, სამართლიანობა, ამ ქვეყნის მოქალაქის ხვალინდელი კონსტიტუციური უფლება, ეს არ არის პარტიული თემა. ეს არ არის კულუარული ამბები და უკაცრავად, მაგრამ უნდა გავიზარდოთ იმდენად, რომ გავარჩიოთ ეხლა ჩვენ რა არის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხი. მოქალაქე რო გისმენს, კეთილი უნდა ვინებოთ და უნდა აუხსნათ აი მოქალაქის ხვალინდელი
კონსტიტუციური უფლება რომ კონდეს გარანტირებული და დაცულად იგრძნოს თავი. რას ვაკეთებთ ამისთვის? რას ვამბობთ იმ მოსამართლეებზე? და ეხლა მეორე ტესტი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, რომელიც უნდა გაიაროს მმართველმა პარტიამ. აი ხვალ გვექნება ჩვენ სპეციალური განცხადება მედიისთვის 2 საათზე. დღეს უკვე ინიცირდება ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტი. აი ეს არის სწორედ ის პროექტი, რასაც ამდენი ხანია ჩვენც ვამზადებთ და იკულუარულ რაღაცა ფორმატში ყობახიძეც უზენაეს სასამართლოს მოსამართლეები როგორ უნდა აირჩიოს პარლამენტმა. აი ეს არის კრიტერიუმები და პროცესი. ეს საინტერესო იქნება ჩვენ ეთერებში აუცილებლად მოხდება ეს დეტალები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელსაც აბსოლუტურად ჩვენ პროექტს ყველა ძირითადი მონაწილე უჭერს მხარს, იმიტომ რომ ეს არის ის ვერსია, რომელიც კონსენსუსით შედგა, როგორც ქართულ ჩართულ მხარეებთან, პროფესიულ წრეებთან. ნოცნება ამას ეთანხმებოდა. სიტყვიერად კი, და ეხლა ვნახავთ საქმეში. შეიძლება ხვალ ანუ ეს უკვე შეთანხმებული პროექტი აღმოჩნდეს იმის გამო რომ ბესელიას ხელით შევა აღმოჩნდეს ეს არ იქნება არა იდეის დონეზე ამას ყველა იმეორებდა რომ უნდა იყოს მაღალი სტანდარტი, კარგი კრიტერიუმები, პარლამენტი დომინანტი უნდა იყოს, ღია კონკურსი უნდა იყოს, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ რომ მაგიდაზე დაიდება ერთის მხრივ იუსტიციის საბჭოს მიერ მომზადებული პროექტი, რომელსაც ქართული ოცნება დააინიცირებს და მეორე მხარეს დაიდება პროექტი, რომელსაც დაუჭერს ყველა მხარს. ქართული მხარე, სამოქალაქო სექტორი, საზოგადოება, საერთაშორისო პარტნიორები, ყველა აი ესეთი სურათი გვექნება და მე გაწმუნდებ თქვენ აი გამოჩნდება ყველაფერი საბოლოო და კონსტიტუციასთან ამოფარება არავის არ უშველის იმ საბაბით და იმ მიზეზით რომ თავი დააღწიოს პასუხისგებლობას. ირაკლი ღარიბაშვილზე არჩევანის შეჩერება ნიშნავს თუ არა იმას რომ ოცნებას და თავად ბიზნესმენშულს ამოეწურა რესურსი და დაიწყო ძიება არქივში. თანაც რაღაც ისე მოხდა რომ მათ შორის ვიზეც უარი თქვა თავის დროს რაღაც გარკვეული მიზეზების გამო. ხომ თქვა უარი ღარიბაშვილზე თავის დროზე ხომ? კარგად ჩვენ არ განგვიმარტეს რატომ მაგრამ თვითონ თავის დროს როცა წავიდა. გუშინ თქვა ხაზგასმით რომ მე ჩემი წავედი და არავის გაუშვიართო, მაგრამ მინდა იჯერა ეს რა თქმა უნდა. მე ჩემი წავედი, ნუ გაუკვირდა. თუმცა მომიყვანა უკან ივანიშვილმა ეს თქვა. სხვა აბა როგორ იზავდა ამასო ხომ ეს თქვა. შესაბამისად გამყარდა ისევე ჭირო რომ გაშვებითაც სხვა შეიძლება გაუშვა მან ვინც მოიყვანა. მოკლედ ეს რომ გვერდზე გადავდოთ ის რატომ ვერ იხედება წინ. მოდით ასე დავსვათ კითხვა როგორ ფიქრობთ. საერთოდ აღარავინ არის ისეთი ვინც შეიძლება პერსპექტივაში მან განიხილოს როგორც პროგრესული პარტიის განვითარებაში თქვათ უფრო აქტიური ახალი იდეების შემომტანი რატომ იხედება სერიოზული მართლობითი კრიზისი აქვს პარტია სამწუხაროდ და ამას ჩვენ ხედავდით ჩიგნით და ვცდილობდით ამ პროცესებში რაღაც პოზიტიური როლის შესრულებას მაგრამ მე ვერ დავინახე რომ ამას შეიძლება და რაიმე კარგი განვითარება მოყოლოდა და მეც და ჩემმა მეგობრებმაც ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება არა იმიტომ რომ რაღაცას გავეკეცით იმიტომ რომ უბრალოდ არათავსებადი მოცემულობა შეიქმნა და ამქან ან პრინციპებს უნდა უღალატო და გადააბიჯო იმას რასაც უფრთხილდებით მთელი ცხოვრება ან უნდა მიხვდე რომ შესაძლებელია რაიმე შეცვალო ამიტომ როდესაც თუნდაც გუშინ ირაკლი ღარიბაშვილი საუბრობდა იმაზე რომ პარტიამ ვერ შეძლო გარკვეული რაღაც მოვალეობებისთვის თავის გართმევა იყო გარკვეული კრიზისული მომენტები თუ პრობლემები ვინ იყო ამ დროს პარტიის მენეჯმენტში და მართვაში ის ადამიანები ვინც დღეს არიან ხო იქ ამიტომ ეხლა თუ მიუბრუნდებით ვის ქონდა ეს ფუნქცია და ვის ქონდა ჩაბარებული პარტიული სტრუქტურები და მართვა ჩვენ ამდღოთ არ მონაწილეობდით არც მე და არც ჩემი მეგობრები ვინც არა ვართ დღეს ქართულ ოცნებაში იქ იყო ირაკლი კობახიძე იქ იყო კახი კალაძე ეს ეგრეთ წოდებული კობახიძის ეხლა ჯგუფი ეს ადამიანები რომლებიც პარტიას მართავდნენ ამ წლების განმავლობაში და მაშინ ვინ მიიყვანა აქამდე ამ ვითარებამდე რაც თავად გუშინ ირაკლიმ თქვა რომ არ მოწონს ეს არის პრობლემა. ეს იყო პრობლემა, იმიტომ რომ არ შეიძლება მართველი პარტია ესე იმართებოდეს. მე კიდევ ერთხელ ვამბობ, არ არის ეს ნორმალური და ჯანსაღი, როდესაც არჩევნების დროს ან პარლამენტში ეცნობიან ადამიანები ერთმანეთს როგორც ერთი გუნდის წევრები. მე 2016 წელს აღმოვაჩინე, რომ ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც შემოვიდა პარლამენტში, იყო ქართული ოცნების სახელით. არ ვიცნობდი.
არ ვიცნობდი მაგალითად ვინ იყო ოხანაშვილი, საერთოდ არ გამიგი არც იურისტების წრეში, არც ისე არ ვიცნობდი ვინ იყო მათიკაშვილი, ნუ ეხლა ზარდიაშვილზე აღარ ვლაპარაკობ და სხვები. არ ვიცნობდი ამ ადამიანებს და არ არის ეს ჯანსაღი პროცესი, როდესაც პარლამენტში ერთი პოლიტიკური პარტიის ქვეშ ადამიანები ერთმანეთს ეცნობიან. ეს ყველაფერი პარტიული სტრუქტურებიდან უნდა ხდებოდეს, გარკვეული მომზადება, ადაპტირება, თავსებადობა, გარკვეული რაღაცა პრინციპები. ივანიშვილის ივანიშვილი საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში გარიდებული იყო და პარტია დატოვებული ჰქონდა. ამ ადამიანებს კი ირაკლი კობახიძეს, კახი კალაძეს, ვინც იყო პარტიის წინა თავმჯდომარე, წინა პრემიერიც იყო პარტიაში, კვირიკაშვილიც იყო ჩართული. ამ ადამიანებს ჰქონდათ ჩაბარებული პარტიული სტრუქტურები. ჩვენ არ ვიყავით ჩართული ამ პროცესში. მე მთლიან პარლამენტში ვიყავი გადმორთული, ისე როგორც არ იყო ჩართული არც ზვიადი, არც ლევანი, არც გედი, ასე რომ ამაზე პასუხისგებლობა უნდა აიღონ ამ ადამიანებმა, მაგრამ ეს ერთია და ეს არ არის მე მგონი ყველაზე მთავარი ამბავი. ყველაზე მნიშვნელოვანი არის რეალობა არის სრულიად სხვა დღეს და ამას უნდა ხედავდეს მართველი პარტია, რომ უსერიოზულესი და უმწვავესი კითხვებია საზოგადოებაში და ეს ლოგიკა, რომ რაღაცა სისტემას ანგრევენ ადამიანები, ვისაც არ მოწონთ მოძალადეები, ეს ლოგიკა აღარ მუშაობს. ეს ფილოსოფია აბსოლუტურად მიუღებელი. არავინ არ მიიღებს ამ ფორმულას. ადამიანებს შესწირეს სასამართლო სისტემა. რამდენიმე ადამიანის გვარ შესწირეს. დღეს მოსამართლე არ მიყვარს ეს გვარების სახელდება, მაგრამ კრებსითადაც არ შეიძლება. ხა მე სულ ვამბობ, რომ ამ სასამართლო სისტემაში არიან პატიოსანი, წესიერნი, კარგი მსაჯულნი, მაგრამ მე თოფიშვილი ხა დღეს ლევან გოგიჩაიშვილზე ამბობს ეს ადამიანიო და იხსენებს მის პოლიტიკურ საქმეს და სასამართლეობას. თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ მოსამართლე საუბრობს ამაზე? აი რაზეც ნაციონალური მოძრაობა შეიძლება დებატებში როგორც ოპონენტი ეჯიდეს და მან თქვას ესეთი რამ და ისიც არ არის ხო ესეც აი რაღაც აკრძალული მეთოდებში გადის ესეთ წამოძახება მოსამართლემ ესეთი რამ წამოაძახოს პოლიტიკოს და ეხლა უნდათ რომ და ირაკლი ღარიბაშვილს ან ვინმეს უნდა რომ ესეთი მოსამართლეები დავიცვათ და ეს არის სისტემის ნგრევა სისტემის ნგრევა კი არ არის მე შემაჯამებლად ერთ რამეს ვიტყოდი, რაც მე შიგნითაც ღარიბაშვილმა მოახერხა პირველივე გამოსვლისას გაგანაცხადი წასულები. ჩემ წყენინებაზე არ არის საუბარი. ჩვენ ხვალად შევძლებთ და ზეგად საუბარს. წარმატება უსურვებთ და მან ისე უსურვებ, იმიტომ რომ მას დრო აქვს გადახედოს გუშინდელ თავის განცხადებებს, ჩვენ არ გაგვიჭირდება ერთმანეთთან არასოდეს საუბარი ხა. დიდი გზა გამოვლილი ერთად მე და ირაკლის და ახსოვს მე როგორ ვიცავდი იმ პრინციპებს და როგორ ვერ დგულობდი იმას, რისი ერთგულიც უნდა ყოფილიყავი, მაგრამ შავზე თეთრს ვერ ვიტყვი. მთავარი აქ არის ერთი რამ. მე მაქვს განცდა დღეს, რომ იუსტიციის საბჭოს რაღაც უმრავლესობა მიწრო ჯგუფმა ძევლად აიყვანა დღეს მე მგონი მართველი პარტია. და პოლიტიკურ დღის წესრიგს ისინი ქმნიან. თუ ვერ გააცნობიერებენ ეს რამდენად სახიფათო მოვლენაა უკვე და რამდენად ძალიან შორს შემოვიდნენ ისინი პოლიტიკურ პროცესში. თუ ამას ვერ გააცნობიერებენ ძალიან გვიანი იქნება. ნახეთ, ამბობთ რომ რაღაცა ჯგუფმა ქვეყანაში აიყვანა მძევლად უმრავლესობა. იმ ქვეყანაში სადაც ყველაფერს აბსოლუტურად აკონტროლებს ერთი ადამიანი. თქვენ როგორ ფიქრობთ, რომ ის ფორმულირება სწორია, როდესაც ამ ყველაფრიდან გამორიცხავთ მას, ვინც პროცესს უყურებს? მე არ მგონია. თქვენ ფიქრობთ, რომ ეს ივანიშვილის მიღმა ხდება და ვიღაც ერთი ჯგუფი ბედავს და კლანად ყალიბდება და აყავს ტყვეობაში უმრავლესობა? ეხლა თუ ამას პირდაპირ მნიშვნელობით არ დავინახავთ, მაგრამ ამას დავინახავთ პოლიტიკური ხელწერით და მოვლენებს დავაკვირდებით, ვიპოვით აქ სამწუხაროდ რეალობას დავინახავთ ამას. ივანიშვილი აყვანილია ტყვეობაში კლანის მიერ. თქვენ იცით რა მოხდა, როცა უვადოდ მოსამართლეთა დანიშვნის პროექტის შეჩერების ინიციირება დაიწყე, პარტიის თავმჯდომარე ეთანხმებოდა ამ ინიციატივას, როდესაც მე ეს უმრავლესობის სხდომაზე დავაყენე. ეთანხმებოდა. და შემდეგ ინიციირების შემდეგ გარკვეული დრო იყო 1-2 კვირა კიდევ იყო დრო იმისთვის რომ შეიძლებოდა გარკვეული დიალოგი.
არც ერთი შეხვედრა არ ჩატარებულა, არც ერთი განხილვა. გასაოცარ ამის ამბობთ. თქვენ ამბობთ, რომ ეს ეთანხმებოდა, ჯგუფი ძლევს სიძლიერით და მართველი რაღაცა. შეიძლება ვინმეს გონია რომ შეიძლება ადამიანს ეგონოს რომ თვითონ მართავს პროცესს და შეიძლება სხვა მართავდეს ამ პროცესს. ესეც არ გამორიცხოთ და ბევრი რამის ნახველი ვარ მე და არაფერს ისე არ ვამბობ ხოლმე რაღაცა ემოციური მართავენ. აი მაგალითი მომყავს. საკითხი დავაყენე, ეთანხმებოდა თავადაც. ივანიშვილი. დიახ, თავადაც ეთანხმებოდა იმ პროექტს, აი იმ წინა პროექტი, რომელიც ჩავარდა. ინიცირების შემდეგ შეიკრიბა საბჭო, წაიშინეს თავში ხელები, ლამის კოცონზე დაწვეს ეს პროექტი, აბაკუნეს ფეხები, თქვენს რომ ეს რა მოგიგონებიათ ახლა რაღაცა კონსტიტუციას ეწინა, კონსტიტუციას კი არ წინააღმდეგებოდა. ხელიდან ვართმევდით ძალიან მნიშვნელოვან ბერკეტს და შეიცვალა პოზიცია. ივანიშვილი. ყველა ივანიშვილმაც და უმრავლეს იცი რატო არ ვახსენებ? ივანიშვილი არზის პულტთან ზიან ადამიანები და არა რობოტები. და მე ამ ადამიანებს მინდა პატივისცემით მოვეპყრა, როდესაც ვსაუბრობ. რომლებსაც აღვნიშნე რომ ჩატში უგზავნიან მესიჯებს რომ დააჭერთიც ან ამას. ის მესიჯი მეც მომდიოდა და მეც მითხრეს რომ კომიტეტის ხდომა უნდა ჩამეტარებინა და ის 10 მოსამართლე უნდა გამეყვანა დეკემბრის ბოლო კვირას, მაგრამ არ გავაკეთე. ამიტომ ამბობ, ადამიანები იღებენ, პიროვნებები იღებენ. ნინო გადაწყვეტილებას და იმ პულს რო ხელს მიაჭერ, რაც არ უნდა გითხრას ბიძინა ივანიშვილმა, თუ შენ ფიქრობ რომ არ არის ის სწორი, რომ ისე მოიქცე, არ უნდა მოიქცე და ხელი არ უნდა გაიშურო ივანიშვილისკენ, რომ ივანიშვილი იტყვის, რომ იცი რა, მე შეიძლება ეს პოზიცია მქონდა, მაგრამ შენ ხო უნდა მიგეღო გადაწყვეტილება. შენ საკუთრივ პარლამენტის წევრს და დეპუტატს. ამიტომ ამბობ, ვინ წინააღმდეგ მისცა ხმა იმ პროექტს? იმ ადამიანებთან არის ეს კითხვა. თავისთავი მართონ თავად. ნუ ამართინებენ ნურავის. კიდე გეუბნებით, რომ მე არ მგონია, რომ იუსტიციის საბჭოს ის მოსამართლე ჯგუფი ასე ესე ვთქვათ, ესე სუსტად გამოიყურებოდეს, რომ მათ შიგნიდან ყავთ მარტო პატრონები და მფარველები. თვითონ ხომ არ ქმნიან ამ დღის წესრიგს და ამ ულტიმატუმები თვითონ ხო არ ლაპარაკობენ, მაგრამ არც ეს არ არის საპატიო გარემოება. არც მათ არ უნდა ქონდეთ ამდენი უფლება, რომ პოლიტიკურ დღის წესრიგს ქმნიან ქვეყანაში. ხელისუფლება იმიტომ არის დანაწილებული სამშტოდ. ყველას თავისი არეალი აქვს და სივრცე და იქ უნდა იმოქმედოს. მურუსიძე და საბჭოს წევრები კი არ უნდა წერდნენ კრიტერიუმებს, დღეს რო კობახიძე მათთან ერთად წერს იმ კანონ პროექტს. პარლამენტის წევრები უნდა წერდნენ. და ბატონ მეთოფიშვილს მე შევახსენე მათ შორის ბოლოს ხდომაზე. დღეს რო ამბობდა, რომ 2 წელიო ხო ვიყავიო იქო სამუშაო მაგიდასთან, ჯერ ერთი მე არ მომიწევია ის არასოდეს ეს ერთი. თვითონ მობძანდებოდა ხოლმე და ხა მოსამართლეს არ ვეტყოდით, რომ მიბძანდით ახლა გაიხურეთ კარიო, მაგრამ რამდენჯერმე უთხარით, ამას ესწრებოდა რამდენიმე ათეულობით ადამიანი, მათ შორის ესწრებოდა უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი და ადვოკატების ბოლოს ხდომაზე. უთხარი ბატონ მეთოფიშვილს, თქვენი ადგილი არის სასამართლოში, სადაც განაჩენები უნდა წერო და ჩვენ არ ვერევით. ნუ ერევით თქვენ კანონების დაწერაში. ამას ჩვენ დავწერთ პარლამენტის წევრები. კი ბატონო, ჩვენ აღარ დაგვრჩა დრო ამ ბლოკში პრაქტიკულად, თუმცა მაინც მინდა ფინალში კითხოთ თქვენი აზრი TBC-ის ირგვლივ მიმდინარე ამბებზე, წერილზე, გახარიას პოზიციონირებაზე, რომელიც ხუმრობს ამ თემაზე. პირველ ხსენებაზე ამ გასაოცარ წერილში და აი ამ პროცესზე, რომელიც აშკარად გასულია იმ ფარგლებს, რომელიც საერთოდ შეიძლება მოაზრებული იყოს დემოკრატიულ საზოგადოებაში. მე არ ვიხუბრებდი ამ თემაზე და აი ჩემს კოლეგებს დღეს ვინც განცხადებებს აკეთებდნენ და კომენტარებს და რაღაც მესიჯებსაც ვერცდება ზოგიერთი სიტყვით იმეორებს ხოლმე ამ რაცა მესიჯს. და რო ცდილობენ რაღაცა გააუბრალონ ეს ფარატინა ფურცელი ის არ აქვს ეს ერთმა ფარატინა ფურცელმა შეიძლება ყველაფერი ამოაყირაოს ქვეყანაში გააჩნია ამ ფურცელს რა ისტორია აქვს და რა ხდება მე არ ვამტკიცებ არც ეს და არც მეორეს მე არ ვამბობ ის არის უტყუარი ან ის არის ფარატინა უბრალოდ სასაცილო არ არის არც ახუმარო არ არის ამას მე მგონია რომ ცოტა მეტი სერიოზულობა ჭირდება და ყველაფრის გათვალისწინებით და კონტექსტის გათვალისწინებით აქვს მნიშვნელობა ვინ ლაპარაკობს რა ვითარებაში ლაპარაკობს თლიან სურათს უნდა შეხედო და არ მგონია საქირქილო იყოს მე მგონია რომ ნებისმიერ შემთხვევაში ამ პროცესს უნდა მიყოლა და პროკურატურას თქვენ საპროკურორო საბჭოს ხო ალბათ მალე შემცვლის იქ ვიღაც იმიტომ რომ როგორც წესი უნდა მოხდეს ალბათ ცვლილება მაგრამ მე მიმაჩნია რომ
ასეთ ვითარებაში, როდესაც არის უკვე რაღაცა უნდობლობის საკმაოდ მაღალი ხარისხი, თან ტელევიზიასაც ეხება საქმე, თქვენ ტელევიზიას და რაღაცა გარკვეული პერიპეტიები ადრეც იყო და მეც მაქვს ეს ინფორმაციები, გარკვეული ესე ვთქვათ, მსგავსი ტიპის. ხო, მსგავსი ტიპის და ეს არ მგონია რომ სახუმარო ამბავი იყოს, ამიტომ ცოტა ფრთხილად მოვეკიდებოდი ამ საკითხს და ერთია რომ გამოძიებამ ცოტა მეტი სერიოზულობა უნდა აჩვენოს და არც ერთ შემთხვევაში მხარი არ უნდა გახდეს, მაგრამ მეორეს მხრივ მე მგონი რომ თავი პარლამენტი უნდა დაინტერესდეს ამ საკითხით. კომისია უნდა შეიქმნას. მე უფრო მივემხრობოდი ამ იდეას და რატომ? იმიტომ რომ საქმე ეხება, კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ერთი ფურცელი იქნება, თუ ტომი იქნება, კონტექსტ მოცემულობას და სრულ სურათს აქვს მნიშვნელობა. ესე ფრაგმენტულად არ უნდა განიხილო ეს ერთი ფურცელი, ხო? ეს სიმართლეს გავს, თქვენ როგორ ფიქრობთ? მე ხა არ ვიტყოდი ესე შემაჯამებლად. ჩემთვის ეს გავს როგორ მოცემულობას იცით, კითხვები გამიჩინა. შეიძლება იყოს არ არის გამორიცხული რომ არის სიმართლე. აი არ მეცინება, არ ვიქირქილებდი ამ თემაზე. წერილი თუ სიხარული არ იტყოდით. თუ გინდა რომ განმოხტო სიტუაცია შეიძლება ესეთი ვთქვათ რაღაც სახალხო იუმორი გამოიყენო, მაგრამ მე მაინც გონია ისე გიორგისთვის, გახარიას გულისხმობ, შინაგან საქმეთა მინისტრისთვის, მისთვისაც ესე იქნებოდა უმჯობესი და უწყებრივი ინსტიტუციონალური ნდობისთვის, რომ გამოირიცხოს. აი ეს განცდა რომ აბა პროკურატურა ეხლა რას იზამდა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრს როცა ეხება საქმე, მოდით პარლამენტმა აიღოს გარკვეული, ესე ვთქვათ, ზედამხედველის ფუნქცია ამ სიტუაციაში შევიდეს სიღრმეებში. სიმართლეა გაირკვევა, ტყუილია გაირკვევა. ეს მგონია არის უფრო სწორი მიდგომა, ამიტომ მე ამას დაუჭერდი ამ იდეას მხარს პირადად და აქ არ ვიყოყმანებდი, არ დავტოვებდი ასეთ ღია კითხვებს. ნახეთ როგორი მოცემულობა ხელისუფლება ამბობს ახალ უმრავლესობის წარმომადგენელმა ჩვენთან ეთერში თქვა რომ ეს არის ხავსი, რომელიც თვითონ შექმნა ხაზარაძემ და ეჭიდება, თუმცა მეორე მხრივ შეიძლება ეს არის ნაღმი, რომელსაც უკვე დააბიჯა ხელისუფლებამ. თქვენ ფიქრობთ თუ არა რომ ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი ისეთი საქმეთაგანი, რომელსაც შეიძლება გადაყვეს ხელისუფლება? თუ ეს დადასტურდა, რომ ეს სიმართლეა, რას ამბობ ნინო, ეს უმძიმეს სურათის მატარებელი, ამიტომ მე კიდევ ერთხელ ვამბობ, თხილად ვეკიდები საბოლოო შეფასებებს მაინც ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ამიტომ პირველ ეტაპზე რაც მიმაჩნია რომ იქნებოდა სწორი და მართებული, რომ მხარეთ არ გამოჩნდე, იმიტომ რომ მე არ ვიცი დეტალები ამ სისხლის სამართლის საქმის, მაგრამ მთლიან სურათს რასაც უყურებ, მე მგონია რომ აუცილებლად პარლამენტმა უნდა აიღოს თავის თავზე ზედამხედველის ფუნქცია მაკონტროლებლის და დაიწყოს ამ საკითხის დეტალური შესწავლა და დადოს საზოგადოების წინაშე პარლამენტმა გააჩვენა თავისი ტენდენციური დამოკიდებულება, როდესაც პირველ სხდომაზე ხო ძალიან ცუდი საყურებელი იყო ეს სხდომა, ძალიან ასე ფიქრობთ თქვენც რომ ეს არ იყოს სწორი? არ იყოს სწორი, რა თქმა უნდა, ის სხდომა სადაც პრაქტიკულად ჩაიშალა სხდომა, ეს ხო ძალიან ცუდი საყურებელი და ამაზე შორს უნდა წავიდეს პარლამენტი და უნდა შევიდეს ამ სიღრმეებში. ვინ უნდა შეძლოს ეს ამ პარლამენტში, როდესაც აი თქვენ მაგალითად ვერ გახდით ვერაფერს იმ გუნდთან, რომელიც ძალიან პრინციპულ საკითხში შეგეჯახათ. ეს კიდევ უფრო მეტად პრინციპული საკითხია. აი რა გაძლევთ იმის რაც დაშვების შესაძლებლობას, რომ შეიძლება იქ ვინმე დაფიქრდეს, რომ ამ თემაზე სერიოზულად იფიქროს, მსჯელოს საზედამხედველო ფუნქცია განახორციელოს. ადამიანებს ბევრი რამ შეუძლიათ. მე ერთმა ადამიანმა იმ კონკრეტულ სიტუაციაში შევძელი ძალიან სახიფათო შედეგის თავიდან აცილება, როდესაც დავხვდი იმ სიას, ატკაციან სიას. ასე რომ ყველას თავისი როლი აქვს და ყველას თავისი რაღაცა ფუნქცია აქვს კონკრეტულ სიტუაციაში და პარლამენტის სულ სხვა ორგანოა, მაინც იმდენად ღია და ტრანსპარენტულია, გინდა არ გინდა, როგორც ანუ დახურო კომიტეტის ხდომა. აქ შეუძლებელია ამ სივრცეში დაიმალოს ის პროცესი და ის რეალობა, რაც მოყვება თუ ეს პროცესი დაიწყება. მე მაინც მგონია, რომ ყველაზე სწორი იქნებოდა ეხლა არა პროკურატურას მიენდოს მხოლოდ, როგორი ობიექტურიც არ უნდა იყოს ეს პროცესი,
იმიტომ რომ მაინც იქნება უნდობლობა უწყების მიმართ, იმიტომ საუბარია განცხადებაზე და ბრალდებაზე, რომელიც მიემართება შინაგან საქმეთა მინისტრის მხრიდან. ამიტომ მე მგონია რომ გიორგის პოზიციაც, გახარიას პოზიციაც ის როცა ამბობს რომ მე მოვალ ნებისმიერ ფორმატში ეს არის სწორი, მაგრამ პარლამენტმაც უნდა თქვას რომ უმჯობესია მან მოკიდოს ამ საქმეს ხელი, იმიტომ რომ არ არის სასამართლოში ეს საქმე წასული, მე სასამართლოში წასული საქმის მიმართ უფრო ვიქნებოდი ფრთხილი და მიმაჩნია რომ ამ დროს პარლამენტის ჩარევა ის რაც მოხდა წინა შემთხვევაში მხოლოდ აზიანებს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას, იმიტომ რომ ეს მაინც ეწოლის მატარებელია, მაგრამ ეხლა როცა გამოძიება მიმდინარეობს, მაგრამ სხვა საქმეზე და გაჩნდა ახალი ესეთი გარემოებები, მე მგონია რომ პარლამენტს შეუძლია შექმნა. შეიძლება არ იყოს საგამოძიებო კომისია, იყოს დროებითი კომისია. არის ეს მეორე დონე. მაგრამ რაღაცა კომისია, მე მგონია რომ უნდა შეისწავლოს და ნუ ვიქირქილებთ ესეთ რაღაცებზე. მე არ მგონია რომ დღეს ქვეყანაში ისეთ სურათია, რომ ამის დრო იყოს, ცოტა მეტი სერიოზულობით უნდა შევხედოთ ამ მოგესალმებით პასუხობდა ჩვენ კითხვის პარლამენტის წევრი. მადლობა მას. ჩვენ გადავინაცვლებთ ნაციონალური მოძრაობის ოფისში, სადაც ახლა საგანგებო ბრიფინგი იწყება. ზალ დუმაშვილი გამართავს ამ ბრიფინგს, სავარაუდოდ ეს ეხება დღეს გავრცელებული წერილი. წარმომადგენელი და ამავე დროს როგორც რუსთავი ორის ყოფილი თანამშრომელი. შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ ბიზნეს ჯგუფის ხელმძღვანელობის გაგზავნილი მუქარის წერილი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ივანიშვილი ახორციელებს სახელმწიფოს მიტაცების ფართო მასშტაბიან კამპანიას. პირველ რიგში ჩვენ აბსოლუტურ ნდობას უცხადებთ მამუკა ხაზარაძის მიერ გამოქვეყნებულ მტკიცებულებებს, თუმცა ამავე დროს ვაცხადებთ, რომ არანაირი იმედი არ აქვს იმისა, რომ ამ ხელისუფლებისა და ამ პროკურატურის პრობლემებში მოხდება ამ საქმის გამოძიება, თუმცა დარწმუნებული ვართ, რომ ახალი ხელისუფლების პრობლემებში ყველას მოუწევს პასუხისმგებაში მიცემა, ვისაც რაიმე კავშირი აქვს ამ ბინძურ საქმესთან. გამოქვეყნებული წერილი ადასტურებს, რომ სახეზეა ივანიშვილის რეჟიმის დანაშაულებრივი ქმედებები. ჩვენი ინფორმაციით არსებობს კიდევ დამატებითი მტკიცებულებები ხელისუფლების მიერ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შესახებ თბილისის ჯგუფის საქმეში. გარდა თავისუფალი ბიზნესისა, ივანიშვილის თავდასხმის ობიექტია თავისუფალი მედია. წერილის თანახმად კიდევ ერთხელ იკვეთება, რომ ხელისუფლების სამიზნეა ტელეკომპანია TV პირველი და აგრეთვე ივანიშვილს სრულად გააკონტროლოს სრულიად არაპოლიტიკური არხი, ეს არის არხი არტარია. აგრეთვე ამ წერილშივე კარგად ჩანს, რომ ტელეკომპანია იმედი ქართული ოცნების პოლიტიკური მიზნების სახურია და იცავს მხოლოდ ივანიშვილის პირად ინტერესებს. ამავე დროს ამ წერილით დასტურდება, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ხელისუფლების არჩეული გზა იყო არა თანასწორობაზე დაფუძნებული პოლიტიკური კონკურენცია, არამედ ზეწოლა, დაშინება, შანტაჟი არჩევნების გაყალბების მიზნით, მათ შორის ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი მედიის გამოყენებითაც. ის რაც აქამდე ყველასათვის ცნობილი იყო, დღეს უკვე ფაქტურად დოკუმენტურად დადასტურდა, ივანიშვილის მიზანი არ არის სახელმწიფოს წინსვლა და მისი განვითარება და მისი მიზანია დააკნინოს და ხელში ჩაიგდოს ქვეყანაში არსებული ყველა დამოუკიდებელი ინსტიტუტი და მოახდინოს ძალაუფლების სრული მონოპოლიზება, მთლიანად გააქროს კრიტიკული აზრი ქვეყანაში და ჩვენი მოქალაქეების ხარჯზე კიდევ უფრო მეტი სიმდიდრე მიიღოს. დღეს ჩვენ მოვისმინეთ უმრავლესობის ლიდერის სრულიად თავხედური განცხადება, სადაც მან თქვა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლების მოსვლის დღიდან რუსთავი ორი შეუფერხებლად საქმიანობს. ამაზე მე მხოლოდ ერთი პასუხი მაქვს. ბატონმა არჩილ თალაკვაცემ თვალებში ჩამხედოს მეც და თვალებში ჩახედოს რუსთავი ორის 1000-მდე თანამშრომელს, როდესაც ასეთ უტიფარ ტყუილს გადროობს. მე როგორც რუსთავი ორის ყოფილი თანამშრომელს ძალიან კარგად მახსოვს, როგორი შეტევა ახორციელებდა ივანიშვილის რეჟიმი რუსთავი ორზე, თუმცა მაშინ საზოგადოების აქტიურობის, ჩვენი პარტნიორების და რაც თავარია სტრასბურგის სასამართლოს ძალიან პრინციპული პოზიციის შედეგად თავისუფალმა სიტყვამ გაიმარჯვა. ახლაც საჭიროა სწორედ საზოგადოების აქტიურობით და ერთიანობით დავიცვათ ტელეკომპანია TV პირველი, რათა წინააღმდეგეთ ივანიშვილის ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას. როგორც არასდროს ახლა საჭიროა საზოგადოების და პოლიტიკური სპექტრის სრული კონსოლიდაცია ფორმულით ყველა ეს გახდათ ბრიფინგი პირდაპირ ეთერის რეჟიმში ნაციონალური მოძრაობის ოფისიდან ზალ დუმაშვილი გვაცნობდა ოპოზიციური პარტიის მოსაზრებას, რომელიც ეხებოდა გიორგი გახარიას მხრიდან, როგორც მამუკა ხაზარაძე ამბობს, მისთვის გამოგზავნილი წერილი შინაარსს, რომელიც თავისუფლად გულისხმობდა TV პირველი სარედაქციო პოლიტიკის ცვლილებას სხვა ორ პუნქტთან
ერთად. ჩვენ რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით ორსტუმართან ერთად ნინო ბურჯანაძე, დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი გვიპასუხებს შეკითხვებზე, ასევე იქნება ჩვენთან ერთად რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი, ასე რომ დაგვალოდეთ. ჩვენ დავბრუნდით ეთერში ჩვენ სტუმარი ნინო ბურჯანაძე დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი. სამშვიდობისა, ქალბატონო ნინო, მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. ხაზარაძე წერილი გახარია და ეს წრე რომელიც შეიქრა ტიბისის ირგვლივ. თქვენთვის რისი მანიშნებელია? რა პროცესის ქვეყანაში? ამ პროცესებმა ნინო აჩვენა ძალიან ნათლად, კიდევ უფრო ნათლად ის რა ჭირს ჩვენს ქვეყანას. ის რომ ჩვენ ვართ აბსოლუტურად უმძიმეს და კატასტროფულ მდგომარეობაში, რომ საერთოდ ლაპარაკი რაიმე დემოკრატიაზე, ევროპული სახელმწიფოს მშენებლობაზე აბსოლუტურად გამორიცხულია, იმიტომ რომ არის ერთი ადამიანი, რომელიც სადღაც ზის და რომელიც იღებს კონკრეტულ გადაწყვეტილებებს და ამ გადაწყვეტილებებს იღებს ის თავისი ინტერესებიდან გამომდინარე, რომელსაც შეუძლია დღეს ბიზნესი დაატეროროს, ხვალ ტელევიზიაზე რაღაც ესე ვთქვათ კონკრეტული დირექტივები გასცეს, ეგ მოსამართლეები გადაწყვიტოს, ვინ უნდა იყოს, ანუ მთლიანად ქვეყნის ბედი განკარგოს. ეს არის აბსოლუტური კატასტროფა. ძალიან მნიშვნელოვანია ვთვლი რომ ხაზარაძემ გაბედა და აი ესეთი პირდაპირი განცხადებები გააკეთა. მე ეჭვიც არ მეპარება იმაში, რომ სწორედ რომ ბიძინა ივანიშვილისგან იყო, ესე ვთქვათ, ის მუქარები, რაც ხაზარაძის მიმართ გაისმა. ნუ ამას ახლა გახარია შეასრულებდა თუ პეტრე თუ პავლე, ამას არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ როგორ ჩანს, რა თქმა უნდა, აი ამ მოვლენებიდან ეს გახარიას მიერ განხორციელებული ქმედებებია და ეს რა თქმა უნდა არ უნდა დარჩეს არც ერთ შემთხვევაში დაუჟელი, მაგრამ როგორ არის იცით? აი ეს არის უკვე ის სტადია ვითარების, ხო? აი გუშინდელმა ღარიბაშვილის დაბრუნება, უმრავლესობაში მიმდინარე პროცესებმა ეს ყველაფერი დაგვანახა, რომ ეს უკვე ისეთი სტადიაა, რომელიც აი შეუქცევადი არის აბსოლუტურად, რომელსაც უკვე ვეღარ გამოასწორებს ბიძინა ივანიშვილი. მე დღეს ვთქვი, რომ ბიძინა ივანიშვილს ყავს საკმაოდ მდიდარი და ძალაუფლებით აღჭურვილი მტერი და ეს არის თავად ბიძინა ივანიშვილი, ანუ ის ისეთ ნაბიჯებს დგამს, რომ თვითონ ებრძვის საკუთარ თავს და თვითონ ჭამს უკვე თავის თავს და თავის ძალაუფლებას. ერთადერთი გადარჩენა დაუშვათ ქვეყნის და ვითარების არის რადიკალური ცვლილებები ქვეყანაში. აი ჯერას კატეგორიაში ეს თქვენთვის არ არის. ანუ როგორ დაიყვანა უმრავლესობამ ხელისუფლებამ ეს თემა, რომ აი ვისაც ჯერა ამ წერილის არსებობის ამას ხო ყველა დაწერს და ამობეჭდა, აი ასეთ წერილი თუ სიხარული გითხრა შინაგან საქმეთა მინისტრის რა კატეგორიაშია ეს? რა თქმა უნდა, შეიძლება არ იყოს სიმართლე, რა თქმა უნდა შეიძლება იყოს სიმართლე, ეს ცალკე სასაუბრო თემაა, მაგრამ რა კატეგორიაში? ჩემთვის ამ შემთხვევაში ნინო, იცით რა, გახარიამ მიწერა მუქარის წერილი ხაზარაძეს, ეს წერილი ნამდვილად მიწერა თუ არა, თუმცა მე ხა არ მგონია ხაზარაძე იმდენად არასერიოზული ადამიანი, რომ ესეთი რამე შეეძლო მოეფიქრებია და ამის საფუძველი არ ქონოდა. წერილი ამ შემთხვევაში ჩემთვის არის დეტალი. ეს არის ერთი დეტალი, რომელიც იმ პრინციპულ სურათს, რაც არის ქვეყანაში ჩამოყალიბებული, არ ცვლის. ამ წერილს ხაზარაძე ახსენებდა თუ არ ახსენებდა, ხაზარაძე ხმას ამოიღებდა თუ არ ამოიღებდა, ჩემთვის სრულიად ნათელი იყო, რომ TBC ბანკის შეტევის უკან იდგა ბიძინა ივანიშვილი და ის ამ შეტევას ახორციელებდა მართლა ორკესტრირებულად. ამიტომ კიდევ ვიმეორებ, ეს მონაკვეთი არის ჩემთვის დეტალი. რომელიც ნუ ან ამძაფრებს რა თქმა უნდა ვითარებას დადასტურების შემთხვევაში, ან არ დადასტურების შემთხვევაში უბრალოდ უხერხულ მდგომარეობაში აყენებს. პარალელურად მიდის პოლიტიკური პროცესი ხომ ქვეყანაში, რაღაცა ტიპის პოლიტიკური პროცესი არის, ეს ძლიერად გამოხატული, ეს არის ნამდვილი დუღილი, რაც დემოკრატიულ საზოგადოებაში შეიძლება იყოს, თუ არა ეს ცალკე თემაა, მაგრამ რაღაც პროცესი მიდის. თქვენ ამ პოლიტიკური პროცესის ნაწილი ხართ უკვე წლებია, დიდი გამოცდილებით. როგორ ფიქრობთ, ეს პოლიტიკური პროცესი მიდის საით? იმისკენ, რომ ქვეყანას აქვს პერსპექტივა მრავალფეროვნების დემოკრატიული არჩევნების ჩატარების 2020 წელს, თუ ეს არის სულა პირდაპირ ერთპარტიული სისტემისკენ, სადაც თვითონ პარტიაც კი ისეთი დასუსტებულია, რომ მომავალში კი არა წარსულში ეძებს ლიდერებს. გამორიცხულია აბსოლუტურად ერთპარტიულობა, გამორიცხულია ის გეგმა, რაც აქვს ბიძინა ივანიშვილს 2020 წლისთვის და ეხლა ღარიბაშვილს მოიყვანს თუ ვის მოიყვანს, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ნინო, ეხლა მისმა გადადგმულმა ნაბიჯებმა და თუნდაც ღარიბაშვილის დაბრუნებამ დაგვანახა, რომ ივანიშვილს განახლების რესურსი და რადიკალურად რაიმე შეცვლის რესურსი უბრალოდ არ აქვს. ხა მე არ გულისხმობ ფინანსურ რესურსს, ხო? მე გულისხმობ თქვა
პოლიტიკურ რესურსს. მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ალბათ ჩემზე მეტი კონტაქტი გაქვთ ხალხთან, თუმცა არც მე მაქვს ცოტა კონტაქტი, აი გუშინ გავიარე ერთ კონკრეტულ ადგილზე, აი ფაქტიურად 15 ადამიანი შემომეხვია ირგვლივ, აი რაღაცა 5 წუთის განმავლობაში ერთი ადამიანი არ ყოფილა, რომელიც ხელისუფლებაზე და ბიძინა ივანიშვილზე რაიმე პოზიტიურ სიტყვა და ყველა ითხოვდა ცვლილებას, ყველა ითხოვდა რომ რამე გააკეთეთ, რამე ქენით რომ რაიმე შეიცვალოს. ბიძინა ივანიშვილს კიდევ ერთი შანსი აქვს იმისა, რომ მეტნაკლებად პოზიტიური როლი ითამაშოს საქართველოს ისტორიაში. თუ ის მიიღებს იმ მოთხოვნას, რაც აქვს პოლიტიკურ პარტიებს, ყველა პოლიტიკურ პარტიას, გარდა ქართული ოცნებისა, თუმცა ქართულ ოცნებას ეს მოთხოვნა ჰქონდა, გულისხმობ პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარებას. თუ ივანიშვილი გაბედავს და 2020 წლის არჩევნებს დემოკრატიულად ჩაატარებს, მაშინ მას დარჩება გარკვეული შანსი იმისა, რომ მისი ჯგუფის, მისი გუნდის რაღაცა ნაწილი დარჩეს ქართულ პოლიტიკაში და მასაც რაღაცა შანსი ჰქონდეს, ესე ვთქვათ, მეტნაკლებად თეთრად დარჩეს საქართველოს ისტორიაში. თუ ის გადაწყვეტს, რომ განახორციელოს ის გეგმა, რა გეგმაც მას ახლა აქვს, რომ 5-6 პარტია შეიყვანოს პარლამენტში, მაგრამ ეს იყოს მისი სატელიტი პარტიები და როგორ ექცევა ის თავის სატელიტ პარტიებს, აძლიერებს, თავის ხალხს უგზავნის, უმატებს და ასე შემდეგ, ამას ახლა ყველაფერს ხედავთ და ამაზე ლაპარაკი მე მგონი ზედმეტია. თუ ის გადაწყვეტს, რომ კვლავ საზოგადოება მოატყუოს და აი ესეთი ფანდი გაითამაშოს, რომ ვითომ ოპოზიცია შექმნას და ესე ვთქვათ, სატელიტ მიდის ვითომ ოპოზიციის შექმნის, არ გამოვრიცხავ, ძალიან ბევრ ფლანგზე გამოჩნდა სხვადასხვა ადამიანები და არ გამოვრიცხავ, რომ სადღაც ბიძინა ივანიშვილს ჰქონდეს თავისი რაღაცა, ესე ვთქვათ, შემდგომი მოსაზრებები ჩაქსოვილი, მაგრამ ჯერჯერობით არ მინდა ეხა ამაზე ლაპარაკი, ბევრი რამ კიდევ გამოჩნდება. თუ ივანიშვილი ამას გადაწყვეტს, ნინო, მე პირდაპირ გეუბნებით, ეს მივა რევოლუციამდე. ეს მივა ძალიან სერიოზულ დაპირისპირებამდე. ამას შემდეგ აუცილებლად მოყვება მრავალპარტიულობაც, მრავალპარტიული პარლამენტიც, იმიტომ რომ არავის არ აქვს იმისი ძალა, რომ ისე მოვიდეს ხელისუფლებაში, როგორც თავის დროზე ან გამსახურდია მოვიდა, ან სააკაშვილი მოვიდა, ან ვთქვათ, იგივე ივანიშვილი, მართლაც იქნება მრავალპარტიული პარლამენტი, მაგრამ ქვეყნისთვის ეს იქნება ძალიან მძიმე. და მე მგონია, რომ ქართული საზოგადოება იმ ასე ვთქვათ, იმდენად მომწიფდა უკვე, რომ სააკაშვილის შეშინებით აღარ გამოვა ახლა ადამიანების დატერორება და მე მომეცით ხმა თუ სააკაშვილი არ გინდათ მოვიდესო, ეს ბიძინა ივანიშვილს აღარ გამოვა. გუშინ როდესაც მე პირადად უსმენდი ირაკლი ღარიბაშვილს, ეს თავარი გზავნილი კიდევ ერთხელ იყო. მისი პირველი 20-25 წუთი საუბრის ინგა გრიგოლიასთან რეაქციაში დაეთმო 9 წლიანი რეჟიმის სისასტიკეზე საუბარს, იმაზე საუბარს თუ რა გაკეთდა. გასაგებ ერთადერთი ნინო, მაგას შემდეგ. ერთადერთი მათი სალაპ რომ ეს აღარ იმუშავებს. ფაქტია რომ მან ამ რიტორიკა მიმუშავა ახლა. ამ რიტორიკა ტრენდზე რო იყო საუბარი რომ ჩაჯდეს TV პირველიც თუ რაღაც ტრენდშიო, ხო? სწორედ ამ ტრენდზე იყო საუბარი, როდესაც გასაგებია, ამ რიტორიკამ ნამდვილად იმუშავა ახლა, მაგრამ მე იმედი მაქვს რომ ეს ბოლოჯერ იმუშავა, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ მინდა ხალხს უთხრა, სააკაშვილი როგორ უნდა მოbrunდეს? აი როგორ უნდა მოbrunდეს მითხარით? აი წავიდა ივანიშვილი და მოვა სააკაშვილი და შევა პრეზიდენტის სასახლეში? თუ პრემიერ-მინისტრის სავარძელში ჩაჯდება, არჩევნებით ხომ უნდა გადაწყდეს ეს ყველაფერი? და ხა თუ გაგიჟდა საქართველოს მოსახლეობა და 55%-მა თუ 50%-მა სააკაშვილს მისცა ხმა, მაშინ გადავსახდეთ დანარჩენები, მაგრამ ვერ მოვა სააკაშვილი. გამორიცხულია და უნდა დავანებებინოთ თავი ხელისუფლებას, აი მუდმივად ამის შეშინებით, რომ აი სააკაშვილი მოვა და ამიტომ თქვენ ფიქრობთ რომ ეს არის შანტაჟი მოკლედ. არა, ეს არის პირდაპირი შანტაჟი, დინო, მე ამას სულ ვამბობდი და სწორედ ამიტომ გადაარჩინა ბიძინა ივანიშვილმა სააკაშვილი, ეს იყო კოჰაბიტაცია, ეს იყო შემდეგ ნაციონალურ მოძრაობის მეორე ადგილზე გაყვანა 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, რომ ბურჯანაძე კი არა, მთავარი ესე ვთქვათ ოპონენტი ნაციონალური მოძრაობა ყოფილიყო. ეს გრძელდება ეხლაც და ყველაზე ცუდი იცით რა არის, ნინო, რომ ყველაზე ცუდი არის ის, რომ ამას ეწირება ყველაფერს, აი ამ შიდა დაპირისპირებას, ამ ბიძინა ივანიშვილის პირად ინტერესებს, ამას ყველაფერს ეწირება სახელმწიფოს ინტერესები. აი ბოლო 2-3 დღის განმავლობაში მართალია ხა ამ კარასინის განცხადება სერიოზული სკანდალი მოყვა, მაგრამ მოდი გულწრფელად ვთქვათ, რომ რაც უნდა მოყოლოდა ისეთი რეაგირება მაინც არ მოყვა, გადავიდა ყველაფერი შიდა, ესე ვთქვათ, პრობლემატიკაზე, ხო? ანუ ჩვენ ხედავთ, რომ ბიძინა ივანიშვილი ვაჭრობს რუსეთთან. ეს ხო ნათელია კარასინის განცხადებით, რა სახითაც მან განცხადება გააკეთა, რაც თქვა მან, როდესაც შემთხვევით თქვა კარასინმა, რომ ბიძინა ივანიშვილმა რაც დააბარა აბაშიძეს იმაზე ვილაპარაკეთ და იმ ტონალობაშიო და კარასინმა არ იცის, რომ ბიძინა ივანიშვილი ოფიციალური პირი არ არის?
ხო დავარქვათ ყველაფერს თავის სახელი. ჩვენ დავინახეთ რომ ბიძინა ივანიშვილი ვაჭრობს რუსეთთან. ოღონდ ვაჭრობს არა იმისათვის რომ საქართველოსთვის რაიმე გამოიბრძოლოს. არამედ ვაჭრობს იმისათვის რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება. და ასე ვთქვათ, დაახლოებით თქვას, რომ არც აფხაზეთზე ვილაპარაკებ, არც ოსეთზე ვილაპარაკებ, არც არაფერზე, აგერა შეიძლება ანაკლიასაც ხელი შეუშალოს, არ ვიცი და მე თავი დამანებეთ, რომ ვიყო მუდმივად ხელისუფლებაში, ვაჭრობს თავის პირად ინტერესებზე და საქართველოს ინტერესები რჩება ჰაერში. აი დღეს მე მაგალითად გავაკეთე კომენტარი პუტინის და ბიბილოვის შეხვედრასთან დაკავშირებით. არც ერთ საინფორმაციოს, უბრალოდ საშუალება არ ქონდა ფიზიკურად იმისა, არ მინდა სხვანაირად თქვა, რომ ამაზე გაეკეთებინა აქცენტი და ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის თემა, რაც ჩვენი სხეულის ნაწილია. ამას ცალკე გაცემა დავუთმოთ ხო, არა, მე რას ვამბობ, იცით ნინო, მე ვამბობ იმას, რომ ასეთი მნიშვნელოვანი თემები, რომელიც სახელმწიფოსათვის არის სასიცოცხლო მნიშვნელობის თემები, რჩება აბსოლუტურად ყურადღების მიღმა, ვის აწყობს ეს როგორ ფიქრობთ? ვის აწყობს? ვის შეიძლება ეს აწყობდეს? ხო, არა მარტო ივანიშვილს, ყოველ შემთხვევაში ეს აწყობს იმ ძალებს, იმ ადამიანებს ან იმ სახელმწიფოებს, რომელსაც საქართველოს გაძლიერება არ უნდა. ამდენი ლაპარაკეს ხო ანაკლიაზე. თუ ანაკლიაზე პრობლემა იყო, როგორც ახლა ამბობენ და ვთქვათ, ვიღაცა ამბობს, რომ ეს რუსეთს არ აწყობს, ვიღაცა ამბობს, რომ იმას არ აწყობს. ანაკლია უნდა გადააქციო ნამდვილ ქართულ პროექტად და ეს უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ სავაჭრო ინტერესებისათვის გამოყენებული პორტი. და პირდაპირ უნდა განაცხადო, შენ თუ სახელმწიფო ინტერესებიდან გამოდიხარ, რომ დიახ, ანაკლია არ იქნება სამხედრო დანიშნულების პორტი და ვერავინ, ვერც რუსები, ვერც ამერიკელები, ვერც თურქები და ვერავინ ვერ გამოიყენებს ანაკლიას სამხედრო ინტერესებისათვის. ამ ეტაპისთვის ეს კაბოტონიანო პრინციპში. ეს განცხადება სახელმწიფოდან არ გაკეთებულა, ნინო და ეკონომიკური პროექტია ეს გაკეთებული, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როდესაც გამოდის ნატოს სამხედრო საზღვაო ძალების სარდალი და ლაპარაკობს იმაზე, რომ ანაკლია ნატოსთვის მნიშვნელოვანი პროექტია, ამას საქართველოს მხრიდან საქართველოს არის ქვეყანა, რომელსაც აქვს სწრაფვა ნატოსკენ როგორც ორგანიზაციისკენ. ისწრაფეთ ბატონო, დაკარგეთ აფხაზეთი, დაკარგეთ სამაჩაბლო, კიდე მიაყოლეთ ანაკლია და ეხლა ჩვენ დრო არ გვეყოფ ამ თემას საუბრისთვის. უბრალოდ ნატოს კრიტიკის მისწრაფით, ნინო, ეს მაინტერესებს ერთი ადამიანის არაფორმალური მართლობები. ეს ცალკე თემაა და მე უბრალოდ გითხარ, შეგახსენეთ ის რეფერენდუმი, პლებისციტი, რომელმაც აჩვენა საქართველოს მოქალაქეების სურვილი. ვაჭრობა, როცა თქვენ თქვით, თქვენ გაქვთ რაიმე კონკრეტული ინფორმაცია, რომ ივანიშვილი ვაჭრობს რუსეთთან, თუ ეს უბრალოდ ანალიზის შედეგია თქვენი აზრი? მოდი ამ ეტაპზე ესე ვთქვათ, რომ ეს ანალიზის შედეგია. კარგით, მადლობა ნინო ბურჯანაძეს, დემოკრატიული მოძრაობის ლიდერს, რომელიც იყო ჩვენთან ერთად. რამდენიმე წუთში შემოგვერდება დავით ბერძენიშვილი, მანამდე ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ხვალ პროკურატურაში თბილისის საქმეზე დაიბარეს სების, ანუ ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე. ამ ეტაპისთვის ვრცელდება ინფორმაცია, რომ გიორგი ქადაგიძემ პროკურატურაში გამოცხადებაზე უარი განაცხადა. ინტერპრეტ ნიუს თავარ პროკურატურის პრესსამსახურიდან აცნობეს, რომ საგამოძიებო ორგანოს მოთხოვნით საქალაქო სასამართლოს მიმართავს საგამოძიებო ორგანო, რათა დაკითხვის პროცედურა მოსამართლის თანდასწრებით წარიმართოს. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ იმასაც, რომ პროკურატურამ თბილისი ბანკის მიერ 11 წლის წინანდელ ტრანზაქციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, რომელიც საგამოძიებო უწყების მტკიცებით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ნიშნებს შეიცავდა. მოკლედ, ხვალ ქადაგიძე არ მივა გამოკითხვაზე, სხვა მეთოდით ეცდება მისგან ჩვენების მიღებას, ან კითხვებზე პასუხების საგამოძიებო ორგანო. დავით ბერძენიშვილია ჩვენთან ერთად. საღამოშიდობისა ბატონ დავით. საღამოშიდობისა. პროცესი გართულდა რა სიტყვით შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. პირველ რიგში წერილი გახარია TV პირველი ამ კონტექსტში და ერთ-ერთი მსხვილი ბიზნესმენი. პრაქტიკულად ძალიან თუ გავამარტივებ და გავაშარჟებ, კითხვა პრინციპში მთელ საზოგადოებას, მთელ ხალხს, მედია საშუალებებს აქვთ ესეთი ასე შტერი, რომელი აღმოჩნდა. იმიტომ რომ ვიანგარიშე და კახარიას მოუწია. და რატომ? პრაქტიკულად ამ ტექსტში ორი მთავარი რამ წერია. ყველამ ამოვიკითხეთ ეს ორი მთავარი რამ, რომ პირველი TV პირველი მოგვეყიდოსო ხელისუფლება ამბობს, თუ ეს წერილი ავთენტურია,
ანუ ისეთივე გახდეს, როგორიც არის იმედიო, იმედის ფილიალი გახდეს. და მეორე მამუკა ხაზარაძემ საჯაროდ თქვას მეორე ტურის წინ მიშა ცუდიაო. მამუკა ხაზარაძემ თქვა მიშა ცუდიაო, მაგრამ მას არ მოეშმენ. პირველის პრობლემა წერეთელმა არ შეცვალა სარედაქციო პოლიტიკა და ხელისუფლება ამბობს, რომ ჩვენ პირველს არ ვერჩით, სპეციალური ბრიფინგი ჩაატარეს დღეს უმრავლესობის ლიდერმა, თქვა, რომ ახლა არ ვერჩით. თუმცა ბუნებრივია ჩვენ გვახსოვს თქვენ გაცილებით მეტი იცით და გახსოვთ, რომ იყო პრობლემები სწორედ TV პირველის სარედაქციო პოლიტიკასთან დაკავშირებით. მე ვსაუბრობ მხოლოდ და მხოლოდ იმ ღია ინფორმაციაზე, რაც მაქვს, სხვა ინფორმაცია რაც გამოვიდა თქვენგან, TV პირველი ჟურნალისტებისგან და ამასთანავე მე არ გამოვრიცხავ, რომ დღევანდელ ვითარებაში ეს მოლოდინი, რომ მამუკა ხაზარაძემ ან ბატონმა წერეთელმა მამამ თუ შვილმა, ну შვილმა უფრო ოფიციალურმა მფლობელმა შვილის არის ტელევიზიის პროფილს ვახტანგ წერეთელი და ჩვენ უშუალო საქმიანი ურთიერთობა გვაქვს მასთან გამარტებისთვის მაინც საქმიანი მხოლოდ და არა სარედაქციო თემებზე საქმიანი თან სარედაქციო თემებზე სრულად არის მის როგორც მამუკა ხაზარაძეს ისე თქვენს დამფუძნებელს მოუწევთ ბუნებრივია უფრო მკაფიო პოზიციების გამოხატვა. აი რა მეტი რა მკაფიო ერთ რიგში დააღენეთ თქვენ ახლა მამუკა ხაზარაძე და ვახტანგ წერეთელი. ვახტანგ წერეთელმა თქვა არის ითქმაც უნდოდა რა თქვას მეტი რა θέλით თქვენ მეც. მამუკა ხაზარაძეს მოუწევს იმის თქმა, ვინ არის შუამავალი. მას მოუწევს იმის თქმა, რომ 11 წლის წინანდელი 17 მილიონი საქმე, როცა წერეთელს უკავშირდებოდა, მაგრამ მამუკას ერჩოდნენ და არა წერეთელს, მე ახლა არც თქვენს დამფუძნებელს ვერჩი, პირიქით, გულშემატკივრობ ამ ტელევიზიას, არც მამუკა ხაზარაძეს ვერჩი, ამ კონკრეტულ შემთხვევაში გულშემატკივრობ ქართული ბიზნესის დამოუკიდებლობას. აიძულა, მოახერხა ბიზინა ივანიშვილმა, მაგარი მოხერხება უნდოდა. 30 წელია მამუკა ხაზარაძე არის ბიზნეს სფეროში. ჯერ კიდევ საქართველოს დამოუკიდებლობამდე წამოიწყო ბიზნესი, როცა მორჩა კონკავშირლობას. ყველა ხელისუფლებასთან ცდილობდა არ ქონოდა არანაირი პრობლემა. ყველა ხელისუფლებასთან ახერხებდა პაწია პრობლემების მოწესრიგება მოგვარებას. მოახერხა ბიზინა ივანიშვილმა, რომ კაცი გამოიყვანა საჯაროდ ოპონენტად. ანუ ბიზინა ივანიშვილს რა თქმა უნდა აწუხებს ის, რომ მამუკა ხაზარაძე აღმოჩნდა ფიგურა, რომელმაც დიდი სტრუქტურა შექმნა თუ შექმნის პროცესია, ბიზინა ივანიშვილს არც პოლიტიკა იყოფა, ის ძალაუფლება არ იყოფა, არც პოლიტიკურად, ამიტომ უნდა უპარტიობა, ერთპარტიულობა, არც ეკონომიკურად. ამიტომ არ უნდა მისგან დამოუკიდებელი საბანკო სექტორი, რომლის ცენტრები კაპიტალის ძირითადი ნაწილი ქვეყნის გარეთაა და მისთვის ხელმიუწვდომელია. მას არც უზარმაზარი კონსორციუმი უნდა ანაკლიაში, ასობით მილიონი და მერე მილიარდები, ასეთი დიდი პროექტები, მას არ უნდა, მას უნდა იყოს ერთადერთი დამსაქმებელი, მას უნდა რომ ვიღაცა სხვებიც იყვნენ დამსაქმებლები, არც ეკონომიკური, არც პოლიტიკური, არც მედია, პლურალიზმი, ბიზინა ივანიშვილისთვის მისაღები არის. ის რომ ისევე ცუდად დაამთავრებს და მე მგონი ვარესად, ვიდრე მისმა წინამორბედება, ამის მოლოდინი მაქვს და ამის ალბათობა მაღალია, ამას ვანგარიშობ. ის ძალიან დაემსგავსა გვიანდელ შევარდნაძეს, ძალიან როგორც კი მოქალაქეთა კავშირი 2000 წლების დასაწყისში დაიცალა ინტელექტისგან. და ბოლო 2003 წელს იგზამდებოდით და აშუქებდით ნოემბრის სესიას, ხო? ვინ ხალხი ყავდა შევარდნაძეს? ვინ იყო მისიანები? მე ისიც მახსენდება, ვინ დარჩა ზვიად გამსახურდია ზუზანა ესაფჩეში ქარტიის ოპოზიციაში წასვლის მერე, კაკუასათა ეს ტრადიციონალისტების მიძინების და რა ვიცი, კოსტავას საზოგადოების გაუქმების მერე. თქვენ ამას ამბობთ, ასე გავს. ვინ დარჩა მიხეილ სააკაშვილს ინტელექტიდან, თავისუფალი აზრიდან, როდესაც იწმინდება პოლიტიკური ველი, როცა
2/3-დან 3/4-დან უმრავლესობაში აქვს პრეტენზია და როცა სატელიტი პარტია ყავს ოპოზიციაში, ეს სისტემა როცა უნდა ხელისუფალს ნებისმიერს შევარდნაძე იქნება ეს თუ მიშა სააკაშვილის ბოლო ვადაში თუ ეხლანდელი ივანიშვილი. აი რატომ ბატონ დავით გიავალსკიმ თქვა ახლა ვკითხულობ რომ მირაკლი ღარიბაშვილის სახით ინტელექტუალური რესურსი შეემატა ქართულ ოცნებასო. არ არის გია გულწრფელი ამ შეფასებაში. მინდა ვთქვა, იმიტომ რომ გია ვოლსკის ნამდვილად შეუძლია შეაფასოს ამა თუ იმ ფიგურის ინტელექტი ბოლო-ბოლო წლების განმავლობაში მეც და გია ვოლსკიც პოლიცსაბჭოს ხდომებზე დაუწუნებულ ვართ არაერთხელ იმაში, ვის რა ინტელექტუალური გამოვლინება ჰქონდა. რაც შეეხება ახლა ღარიბაშვილის დაბრუნებას, თუ შეიძლება. აი ეს რა ტიპის არჩევანია ივანიშვილის მხრიდან? თქვენთვის ეს რისი დასტურია? მან უბრალოდ ვერ მონახა სხვა ვერავინ, თუ მან ძალიან შეგნებულად დაიხია უკან და გაიხედა იმ პერიოდისკენ, რომელიც მას ალბათ ყველაზე მეტად უყვარს კიდეც როგორც პროცესი და 2012 წელს დაიწყო ახალი პერიოდი ივანიშვილის მმართველობაში, მისი დასასრული და დაღმართი ისე როგორც შევარდნაძის დაიწყო 2001 წლებში, ისე როგორც სააკაშვილის 7 ნოემბრის შემდეგ, აი ახლა პრაქტიკულად 10 წლის წერტილი არის ოქტომბერ-ნოემბერი საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანია პირველი და მეორე ტურის შედეგები. ჩვენ მივიღეთ ვითარება, როდესაც შეზანზარდა ივანიშვილის ხელისუფლება ელექტორაულად 800,000-ზე მეტმა ადამიანმა ხმა მისცა ოპოზიციონერ კანდიდატს, რომელიც 5 ნომრით გამოდიოდა. თუ მანამდე ნაციონალური მოძრაობა იყო გადასარევი ოპონენტი, ფსევდო-ოპონენტი მეორე ტურში. იმიტომ რომ თავარია მეორე ტურში სხვა პარტია არ გაყოლოდა ხელისუფლებას, როგორც კი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი გავიდოდა, ყველა დანარჩენი იკრიბებოდა ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ. გავიხსენოთ მერის არჩევნების მეორე ტური და ასე შემდეგ. ლეპენის სინდრომი იყო ეს. ყველა მოცების წინააღმდეგ. დაახლოებით 1/4 მიდამოებში იყო ნაციონალური მოძრაობა. ასე იყო 2013-ში, 14-ში, 16-ში, 17-ში, 2018-ში. რამდენჯერ შეიძლება ერთი და იგივე სვლით დაიწყო. მაგრამ ივანიშვილმა პოლიტიკა ვერ ისწავლა, მან იცის მარტო ერთი სვლა, მან იცის მარტო მტრის ხატი, მან იცის მარტო მიშა, რომ მიშა თუ ამ მტრის ხატი არტოვებს ადგილს სხვა პოლიტიკური ძალებისთვის და აღმოჩნდა ის, რომ გრიგოლ ვაშაძემ მიიღო იმაზე მეტი არამიშისტური, ანტიმიშისტური ხმა, ვიდრე მიშისტური ხმა მიიღო. იმ 800,000 ხმაში ნახევარზე მეტი ის ხმებია, ვინც 2012-ში მიშაცენ რა გაკვეთილი იყო ეს ივანიშვილისთვის და რამდენად სწორად გადაგეგმა ახლა მან პროცესი როგორ ჩანს? სწორად მას არ აქვს კარგი სულები და ცუდ სულებში ის ირჩევს ვარეს სულებს. ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც იყო სახე რეტროგრადული მიმართულების კოალიცია ქართულ ოცნებაში, ეს იყო არადასავლელი ზოგიერად პრორუსი, ანტიდემოკრატი, თვითმმართველობის სისტემის პრინციპული მოწინააღმდეგე, რომელსაც სულ უნდა და ყველა გამგებელი მისი იყო, უნდა და ყველა საკრებულოს თავმჯდომარე მის ყოფილიყო და თითქმის ასეც იყო, მე ბიზნეს რაღაცა მოთხოვე, რომ ახლა კოალიცია არის და რაღაცა ნაწილი ესე გამოუშვეს, ბუნებრივია ყველა ჩაგვეზიარა ჩვენ, ვინც ხმას არ იღებდა იქ მანამდე, ვინც დღეს არის პარლამენტში და რისი ოპოზიციონერები არიან მხედავთ და საერთოდ რის პარტიები არიან, ვინც პარლამენტში დარჩა მასთან. ანუ თავის დროზე რესპუბლიკურმა პარტიამ 2015 წელს აიძულა ბიზინა ივანიშვილი გაეშვა ღარიბაშვილი. ახლა მე გუშინ ცოტა ვილაპარაკე სხვა ეთერში, ახლა ვლაპარაკო პირველად ვამბობ ამას, განა იმიტომ რომ რაიმე დასამალი იყო. უბრალოდ როგორც კი პრემიერი აღარ იყო დეკემბერში 2015-ის დეკემბერში ღარიბაშვილი ყველასთვის მოულოდნელად ბიზნეს და რესპუბლიკელების გარდა არა მარტო დამუნშევარი იყო ჩვენი მოთხოვნა იყო და პირობა იყო და დაინახა ბიზინა ივანიშვილმა რომ ის არ იყო მაშინ მზად რესპუბლიკურ პარტიასთან დაპირისპირებისთვის, იმიტომ რომ მას აღარ რჩებოდა უმრავლესობა, ჩვენს გარეშე არ არსებობდა უმრავლესობა. ჩვენ კიდე იმიტომ ვერ ვწოდით ღარიბაშვილს, რომ ღარიბაშვილი იყო არადასავლური გზის
ორიენტირი ინსტიტუციურად რაღაცა რუსული პოსტსაბჭოთა პუტინისტური გზის მატარებელი თავის კლანური მართვით ჩხოროწყუში დანიშნა მის სულ არ აინტერესებდა ეს ნაციონალური წარმომავლობის თუ ვინც იყო ყველა პერებეში კი მათთვის ბიზნესთვის ირაკლისთვის ყველასთვის კარგია რუსი ძეები კარგები არიან სახელშეცვლილი, ფორმაშეცვლილი, სახელგატეხილი, ყოფილი ნაცი, ყოფილი შევარდნაისი, ყოფილი კომუნისტი, ყველა კარგია. კგბ-შნიკები კარგები არიან, თუ ერთგულები არიან, ასე თვლიან, მაგრამ თუ ახლა დღემდე ნაცია, ის არის ახლა დამაქცევარი. ბატონო დავით, ახლა ჩვენ ფინანსი ვართ. ამიტომ დავამთავრებ, ახლა ამას ჩვენ გავაშვებიეთ. ბიძინა ივანიშვილს ირაკლი ღარიბაშვილი ეს ახლა იცის უამრავმა რესპუბლიკამ ის მონაწილეობდით ამ პროცესში ვინც დღეს არის რესპუბლიკურ პარტიაში და ვინც არ არის დღეს რესპუბლიკურ პარტიაში მე აქტიურად მონაწილეობდი ამ პროცესში მაგრამ მე თქვენც არ დაგადგათ კარგი დღეები იმიტომ რომ მე მინდა დავამთავრო ეს აზრი რას ვერჩვევ პიროვნული ამბავი კი არ იყო მარტო ახლა პიროვნულად გულზე არ მეხატებოდა ეგ სხვა ამბავია არ არის პოლიტიკაში გამსაზღვრელი პოლიტიკური კურსი იყო სახიფათო ღარიბაშვილის გაძლიერებით. ამიტომ ბიზნეს უკეთწოდნია კვირიკაშვილი ვიდრე ჩვენ გვეგონა. ამიტომ ჩვენ შევარჩიეთ კვირიკაშვილმა ერთხანს ფეხი ითრია და მერე გახდა და გახსოვთ კვირიკაშვილის რესპუბლიკელების ორდღიანი დიდი პიარი სტრატეგიული თანამშრომლობა ქართულ ოცნებას და რესპუბლიკურ პარტიას შორის, რომელსაც მერე ცალკე ბიზნესამ დაარტყა, ცალკე ქვევიდან მისმა პოლიციაბჭომ და კვირიკაშვილი აღმოჩნდა ბიზნესთვის რაღაცა გამოსაყენებელი კარტი გადასაგდება. ეხლა დაუძახა იმიტომ, რომ არავინ რეტროგრადების გარდა ბიზინა ივანიშვილს არ დარჩა. მithumetes ეკაბესელია და კამპანია როცა წავიდნენ ამ ხალხისთვის მას ჭირდება ესეთი ორიენტირი. ვის გაუხარდა ღარიბაშვილი ყველაზე მეტად? ვოლსკის კი არა. არც ვოლსკია შორს მათგან, მაგრამ მაინც ვოლსკიც კი არა. ყველაზე უფრო გაუხარდა ვინც აღმოჩნდა რესტარტი თქვა ოტარ ჩდილელმა. არაფერს არ ვერჩი ოტარ ჩდილელს, მაგრამ რა ვიცი, იმ ადამიანებს გაუხარდათ ვისაც ჭირდებათ ლოკომოტივი, ანტიდემოკრატი, რა ის დასავლეთი, რა ის ნატო. აი ეს არის ბიზინა ივანიშვილი, მეორე კაცი იქნება ახლა. გამიშნობა გარავითარი კობახიძის ადგილი და ეს არის უპასუხისმგებლო პერსონალური მმართველობა, სადაც არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ფორმალურად ვინც რა პოზიცია. მადლობა დავით ბერძენიშვილს, რომელიც გვიზიარებდა თავის მოსაზრებას შექმნილ პოლიტიკურ პროცესთან დაკავშირებით. პოლიტმეტრი დღეს ამით დასრულებულია. მადლობა ყურადღებისთვის. თქვენ წინ გელით ახალი ამბები და ასევე 23 საათსა და 30 წუთზე ღამის ამბები დიანა ტრაპაიძესთან და გია ხუხაშვილთან ერთად ისინი საინტერესო ანალიზს გიმზადებენ, ამიტომ დაელოდეთ აუცილებლად. მადლობთ.